აი მასაც უყურებ ხოლმე, ხო? მოგესალმებით ყველას. დიდი შესვენება გამოგვივიდა მათეს ახარებას დავამთავრეთ იმის მერე, მაგრამ ძალიან მინდოდა მე რომ საზაფხულო შესვენებამდე ეს ეფესელთა მიმართ ეპისტოლე გაგვეხილა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ ადამიანმა სხვა შორის წინა პერიოდი თვეებში და წლებში მკითხა რომ ეფესელთა მიმართ წერილს ხომ არ განიხილავთო. და მოდით განვიხილოთ დღეს და შემდეგ საუბარზე ორ ნაწილად გავყოთ ეფესელთა მიმართ ეპისტოლე. 6 თავია და 3 თავი, დღეს 3 თავი და მომავალ საუბარშიც 3 თავი განვიხილოთ. რატომ არის ეფესელთა მიმართ ეპისტოლე ძალიან საინტერესო ჩვენთვის, ეხლა ვახსენე, განსაკუთრებით ქართველებისთვის, ბერძნებისთვის, თქვათ, სხვა ეროვნების, არაებრაელებისთვის. იმიტომ რომ აქ პავლე გვიმხელს ჩვენს საიდუმლოს, რომელიც ეხება არაებრაელ ხალხს. რატომ ეხება რომ პავლე გვიმხელს რომ ამბობს რომ მე ღმერთმა გამიმხილა საიდუმლო რომ არაებრაელი ხალხიც, წარმართნიც, თანამემკვიდრენი, თანამესხეულენი და თანამოზიარენი არიან იმ მადლისა, რაც მოხდა ისრაელში. იმიტომ რომ ხშირად ხომ შეიძლება დაიბადოს კითხვა რომ კი მაგრამ თქვენ კაცო რა გინდათ ამ ებრაელების არწმუნოებას და მე მომისმენი ესეთი სიტყვები რომ ეს ებრაელების წიგნია და თქვენ რა გინდათ მანდ რატომ იწამეთ, ხო? მაგრამ აი პავლე უბრალოდ ამას დაფარგოს, პავლე ებრაელი, ფარისეველი თავად, რჯულის ცოდნე ამბობს რომ არ არის მასე ხალხო, თქვენ წარმართნიც, არაებრაელებიც, არარჩეული ხალხი, ანუ გოიმ როგორც უწოდებდნენ, ანუ სხვა ხალხი, გოიმი ხო სხვა ხალხს ნიშნავს. თქვენს ღმერთის ჩანაფიქრში, ღმერთის განგებულებაში თქვენც მოიაზრებოდით, რომ ქრისტეს მოსვლით ისრაელში თქვენც უნდა შემოხვიდეთ ეკლესიაში. ესმით? აი ამაზეა ეფესელთა მიმართ ეპისტოლე და ხომ შეუძლებელია რომ ჩვენ ეს არ ვიცოდეთ. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ამ წერილის არსი. ქრისტე როცა აღდგა მკვდრეთით, ამაღლების წინ ბეთანიამდე რო გაიყვანა მოციქულები. რას ეუბნება? წადით ისრაელს გარეთ გადით, ამას გვეტყვი, წადით და დაიმოწაფეთ, ან მოიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. ნახეთ რას ეუბნება? დავალება უკვე ქრისტეს ის კი არ არის რომ ისრაელის 12 ტომს უხადაგეთ. 12 ტომს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ ეს ქრისტეს მოსვლა 3 წელიწადი დაენახა და ეწამა. ახლა გადით საზღვრებს გარეთ და მთელ დედამიწას უხადაგეთ ის რაც იხილეთ. ისრაელი, ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. ერი ისრაელი, ხალხი ისრაელის. იმიტომ რომ მათ არ მიიღეს მისი რჯული დიდმა ნაწილმა. რა თქმა უნდა, მისი მოციქულებიც ებრაელები იყვნენ, მაგრამ ახლა მთელ სოფლიოს უნდა მიწვდეს და მოვა დრო, როცა ისრაელის ნაწილი მობრუნდება ღმერთისკენ და იმ დროს, როცა აივსება ჟამის სისავსე, მაშინ მოვა ქრისტე მეორედ. და ის ხალხი იცნობს მის მესიას, ებრაელი ხალხი იცნობს მის მესიას. ვის წერს პავლე? პავლე ვინ არის ჩვენ ვიცით უკვე სხვა ეპისტოლეებიდან და სხვა ისტორიებიდან. პავლე იყო წარმართა მოციქული, თავად ბენიამინის ტომიდან, ებრაელი თავად, რჯულში ზედმიწევნით განსწავლილი გამალიელის მიერ, დიდი მოწვევის გამალიელის მიერ, ხომ ეს ცნობილია, თვითონ ამბობს ამას თავის ეპისტოლეებში და არაფრით ჩამოუვარდებოდი ჩემს თანამოძმეებს წოდნით. ჯულის წოდნით, მაგრამ პავლე ამბობს რომ მე ვწდებოდი რომ მეგონა რომ ქრისტიანები მამაპაპის ჯულს შეურაცხყოფენ და თქვენ იცით ეს სასწაული როგორ მოიქცა პავლე და ღმერთმა გამოარჩია პავლე ჭურჭად, ანუ ქვევრად, ჭურჭლად წარმართა მოციქული გახდა პავლე და აქედანაც ამბობს აი ამ ეპისტოლის მესამე თავში რომ მე ყველაზე მცირეს წმინდათა შორის, ანუ გამორჩეულთა შორის ყველაზე მცირეს მომეცა ეს დავალება რომ ვახარო ღმერთის ამოუწურავე უსაზრო სიმდიდრე წარმართებსაც. აი ეს რუკა, იმიტომ მოგიტანეთ ალბათ ჩანს, ხო მე მგონი კამერაშიც. ეს არის ბიბლიური გეოგრაფია. ნახეთ, პავლე იყო აი კილიკია არის აი აქ. ეს იყო რომის პროვინციები სულ. კილიკია, ფრიგია, ასია და კიდევ მრავალი. ნახეთ, ეს არის დღევანდელი თურქეთის ტერიტორია. აი ეს ადგილი არის დღევანდელი თურქეთი. ხო? აქ არის ისრაელი, ხედავთ, ქვევით ისრაელი. მე აქ ბეტონ გავაკეთე ეს მცხეთა დავაწერე. აქ არის მცხეთა. არც თუ ისე შორია, ხედავთ? რომის იმპერიიდან მცხეთა არც თუ ისე შორია და არც ისრაელიდან არ არის მცხეთა შორს, ძალიან შორს. ნახეთ?
პავლე თვითონ ებრაელი კი იყო ისრაელიდან, მაგრამ ის ცხოვრობდა ემიგრაციაში, რომის იმპერიაში, იყო კილიკია იყო როგორც თქვით პროვინცია და ის იყო რომის მოქალაქე. აღზრდილი როგორც ჩანს ბერძნულ ენითაც, ებრაულითაც და ბერძნულითაც, ამიტომაც მისი ენა, ის ბერძნული ენა, კოინი, რომელთაც ის ხადაგებდა, რომელთაც დაწერილია ის მისი ეპისტოლეები, იყო ისეთ ენა, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული იყო იმ დროს, აი ამ ბერძნულ მხარეში რომის იმპერიის, და ამიტომაც პავლე ჯულში ზედმიწევრით განსწავლული, ნახეთ, ებრაელი და ფარისეველი თვითონ, ბერძნულში ზედმიწევრით განსწავლული ენაში ღმერთმა მოარჩია, რომ წავიდეს და ბერძნულ სამყაროს ახაროს ქრისტეს მოსვლა, ხო? რა თქმა უნდა, პავლე სადაც ჩადის, ნახეთ, აი ეს ქალაქებია ლისია, თქვათ, ასის, ფილადელფია, სხვა მრავალი ქალაქი, სადაც რომელიც ნახსენებია, ლაოდიკეა მაგალითად, ფილიპი, ეს ყველა თესალონიკი, ხო, ეს ყველაფერი ეპისტოლეებშია პავლესი. ეს ყველაფერი არის ბერძნული ქალაქები. აი აქეთ უკვე საბერძნეთია, ჩვენ ხო ვიცით საბერძნეთი. და აი აქ არის ქალაქი ეფესო. ეს იყო ქალაქი, რომელიც ქრისტემდე მე-10 საუკუნეშია დაარსებული, უძველესი, უდიდესი ქალაქი და აი ამ ეფესოს ეკლესიას ეძღვნება ეს წერილი. პავლე ამ დროს როცა ამ წერილს წერს, დაახლოებით ეს არის 50-იანი წლების ბოლო, ის უკვე რომშია, პავლე, ნახეთ, რომი აქეთ არის უკვე, რომშია ის დატყვევებული და რომიდან წერს ეფესოში მცხოვრებ ქრისტიანებს, ეფესოს ეკლესიას წერს პავლე რომიდან. ეს წერილი ამას ეხება. მაგრამ რითი ამხნევებს პავლე მათ? ფიზიკულთა საქმის მე-19 თავში აღწერილია, როგორ ჩავიდა პავლე ეფესოში. აი, როცა დაიწყო მან თავისი მისიონერული მოგზაურობა, მისი ამ მოქცევის შემდეგ, როცა ის გახდა ქრისტეს მოციქული, ჩავიდაო ეფესოშიო და იქო დიდ სასწაულებს ახდენდა, ქადაგებდა და ბევრმა ებრაელმა ირწმუნა მისი, მაგრამ ბევრმაც არ ირწმუნა მისი. და შემდეგ პავლემ მიატოვაო ისინი. პირველად პავლე რო ჩადიოდა ხოლმე ქადაგებლად, სინაგოგებში მიდიოდა, ხო? ბუნებრივია, აბას ვისთან უნდა მისული იყო თავადაც ებრაელი. პირველ რიგში მიდიოდა სინაგოგებში. ამიტომ მიატოვა მე შემდეგ მან სინაგოგებში ქადაგება და ტირანუსის სკოლა იყო, ჩვეულებრივ და იქ 3 წელიწადი ქადაგებდა დღე და ღამე ეფესოში. რატომ იყო ეფესო ასეთი მნიშვნელოვანი? ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, ეს რომ პატარა დაბა ან სოფელი კი არ იყო, ეს იყო დიდი მეტროპოლია. ეს იყო პოლიტიკური და ეკონომიკურად უდიდესი მეტროპოლია რომის იმპერიაში. ნახეთ, აი აქ საზღვაო პორტი იყო უდიდესი, გემები აქ შედიოდნენ ხოლმე სავაჭროდ. აქ იყო მეფეც ხშირად იმპერატორის რეზიდენცია იყო რომიდან ჩამოდიოდა ხშირად და აქ იმპერატორი და დაახლოებით იმ დროს 250,000 კაცი ცხოვრობდა ეფესოში და ეს იმ დროინდელი ქალაქებისთვის ძალიან დიდი რაოდენობა იყო მოსახლეობის. და ახეთ ცნობილია ისტორიიდან ძალიან ისეთ შემთხვევა, რომელიც ეფესოს მნიშვნელობას კიდევ ხაზს უსვამს. ალექსანდრე მაკედონელი, გახსოვთ? ეს დიდი მხედართმთავარი, სოფლიოს დამპყრობელი, ასე ვთქვათ, ბერძენი, მაკედონიელი, ხო? ნახეთ, ალექსანდრე როცა იბადებოდა 356 წელს. იმ დროს დაიწვა არტემისის ტაძარი ეფესოში. იმ დღეს არტემისის ტაძარი იყო სოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი ეფესოში. და აი ალექსანდრე რომ იბადებოდა იმ ღამესო მის დედასო უჭირდაო მშობიარობაო და ასე იყო მათ ისტორიაში ანალებში ჩაწერილი რომ და არტემისი იყო მშობიარეთა და ფეხმძიმეთა დამხმარი ქალღმერთი, ვის სახელზეც იყო აგებული ეს ტაძარი. არტემისმაო მიატოვაო ეფესო და წავიდაო მაკედონიაში წავიდა რომ მის დედას დახმარებოდა მშობიარობისთვისო და ამიტომაც ფარველის გარეშე დარჩაო ეფესოს ტაძარიო და ამიტომაც იმ დღეს ჰეროსტრატემ დაწვა ეფესოს ტაძარი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მასშტაბი ქალაქის ტაძარი ეფესოს, ეს არტემისის ტაძარი იყო ფეხბურთის სტადიონის ხელა. აი ეს სტადიონს რო ყურეთ, ტაძარი იყო აი ამ მასშტაბის. უდიდესი ტაძარი. და აი პავლე ჩადის აი ამ საკვანძო ქალაქში, ასიის დედაქალაქი იყო, თან ეს უდიდესი პროვინცია იყო ასია, რომის იმპერიის და ჩადის ამ ეფესოში რომ
იქ უნდა ჩაიტანოს ქრისტეს რწმენა და ქრისტეს მოძღვრება. ჩვენ ვიცით აპოკალიფსისიდან, იოანეს გამოცხადებიდან, როცა 7 გზავნილია ეკლესიებისთვის, როცა ქრისტე ეცხადება იოანე ღვთისმეტყველს და უნება რომ ამ 100-ის 7 ეკლესიას გაუგზავნე ეს წერილებიო. აი ამ 100-ის 7 ქალაქის 7 ეკლესიას. და ეფესოს წერს, ეს არის პირველი საუკუნის ბოლო. დააკვირდით, ეს არის 50-იანი წლების ბოლო. დაახლოებით 50 წელიწადში იოანეს აქვს გამოცხადება ქრისტესი, რომელიც ეუბნება რომ 100-ის ეკლესიას და კერძოდ ეფესოს ეკლესიას მისწერეო, და მათი დანაშაული ის არის რომ მიატოვეს მათი პირველი სიყვარულიო. ისე აღარ უყვართ ქრისტე მათი, როგორც უყვარდათ იმ დროს, როცა პავლე მათ უქადაგებდა სარწმუნოებას. ნახეთ, აი როგორი ქრონოლოგია თვითონ ბიბლიაში. რას ეძღვნება ეფესელთა მიმართ ეპისტოლე? აი ეს თქვათ კიდევ ერთხელ და შემდეგ დავიწყოთ ტექსტის კითხვა. რას ეძღვნება ეპისტოლე? აი ხომ მოგისმენიათ მაგალითად მუსიკა რაიმე, აი მუსიკა და ან რომელიმე ცნობილი სიმღერა. ამ სიმღერას აქვს რაღაცა პატარა რეფერენს ეძახიან, ხო, სიმღერა მელოდიაში, მუსიკაში, მისამღერი, რომელიც ამ სიმღერას გამოარჩევს ყველა სიმღერით. აი, თემა რომ მისდევს, მისამღერი უფრო არა, აი, მუსიკას აქვს თემა რაღაცა, რომელიც მუდმივად მეორდება. იცვლება, ადის, ჩადის, იცვლება, მაგრამ ისევ იქ ბრუნდება, ხო? აი, ყველა აი ამ წერილებსაც აქვს, აი ეს თემა რომელიც მუდმივად ამ თხრობაში და ამ ტექსტში ჩანს. თემა ამ წერილის არის რა? მელოდია, მთავარი მელოდია ამისი არის რომ წარმართებიდან და ებრაელებისგან ღმერთი ქმნის ახალ ერს. ადრე ხომ რჩეულიერი იყო ისრაელი, ახლა წარმართებისგან, მთელი მსოფლიოს ხალხებისგან. არა მარტო ქართველები, არა მარტო ბერძნები, არამედ ბრაზილიელები, ვინც არ უნდა ცხოვრობდეს, ყველასგან, ვინც იწამებს მის ძის მოსვლას და მსხვერპლს ჯოგოგოთაზე, მათგანაც და ებრაელებისგანაც, ებრაელები განუშორებელია მისგან. იქმნება ერთი ახალი ერი, რომელიც არის ღვთის ერი. აი ამიტომ ვართ ჩვენ ქართველები ქრისტიანები. აი ამიტომ, რომ ღმერთს ეს პავლე ამბობს, რომ ღმერთს წინასწარ ჩაფიქრებული, წინასწარ განსაზღვრული ქონდა ეს, რომ წარმართებიც უნდა შემოსულიყვნენ მის რწმენაში. ხო გასაგებია. აი წერილს როცა ვკითხულობთ ახლა ჩვენ, სულ აი ამ წითელ ხაზს მისდიეთ სულ. აი ესე როგორც ბიბლიაში ქრისტეა სულ ის თავარი ხაზი ძველი აღთქმიდანვე, რომელსაც უნდა მივდევდეთ, აი ეფესელთა მიმართ წერილში თავარი ხაზი არის ერთი ახალი ერი. ერთი ახალი ერი, რომელმაც იწამა ქრისტეს მოსვლა და რწმენით შევიდა ახალ ეკლესიაში, ახალ კრებულში, რომელიც არის ქრისტეს ეკლესია. მოდი დავიწყოთ ამ პირველი 3 თავის კითხვა. თქვენც მაგ ტექსტს მიადევნეთ და ნახოთ რას ამბობს პავლე მოციქული. პავლე, ღვთისნებით მოციქული იესო ქრისტესი, ეფესოში მყოფ წმინდად და ქრისტე იესოში სარწმუნოდ, ან მორწმუნედ, ორივე შეიძლება ითქვას. მადლი და მშვიდობა ღმერთის, მამის ჩვენის და უფლის იესო ქრისტესაგან. ეს არის პირველი პავლესგან საკუთარი თავის, ანუ ვინ არის გამგზავნი ამ წერილის. ამბობს პავლე, ღვთისნებით ქრისტეს მოციქული, თავის თავს ასახელებს და ადრესატი წმინდად და სარწმუნოდ ქრისტე იესოში, რომლებიც არიან ეფესოში. ხო? გამგზავნი და ადრესატი. ნახეთ, ეფესოში ხომ წერია, ცნობილია, ბიბლიის კვლევარებმა ეს იციან და ცნობილია, რომ ზოგიერთ ხელნაწერში ეფესო არ წერია. წმინდა და სარწმუნოდ ქრისტე იესოში. ასე წერია. რატომ ასეთი ხელნაწერებიც არსებობს და ასეთიც არსებობს? რადგან ეს წერილი იმდენად საყოველთაო აღმოჩნდა და იმდენად ყველასთვის იყო, რომ ზოგიერთმა გადამწერმა, ვინც მერე წერილებს ხო წერდნენ, ეფესო ამოიღეს და თქვენს, კაცო, ეს მარტო ეფესოსი კი არ არის, ჩვენიცაა ლაოდიკიელების, ჩვენიცაა ფილადელფიელების და ყველასია. ამიტომაც ზოგან წერია ეფესო, ზოგან არ წერია. ამიტომაც ეს წერილი ენციკლიკა ყველას წერილია.
და ეუბნება მადლი და მშვიდობა ღმერთის მამის ჩვენისა და უფლის იესო ქრისტესაგან. მადლი და მშვიდობა. ნახეთ, ხომ გითხარით რომ ორი ხალხისგან შემდგარი ეკლესიაზეა ეს წერილი, ხომ? აი ამ მისალმებაშიც კი პავლე ამას ამობს. მადლი ეს არის ბერძნული მისალმება, გიხაროდეს. მადლი შენ, ანუ მადლი ეს ბერძნული სიტყვა არის ხარის, რომელიც ნიშნავს სიხარულს. სიხარულს, რომელიც ღმერთისგან არის. ანუ გიხაროდეს, ეს არის ბერძნები ერთმანეთს ასე ეს არნებოდნენ. გიხაროდეს, აი ესე ეუბნებოდნენ, მაგრამ ეს სიხარული ის კი არ არის ამ ქვეყნიო, რამედ ღმერთი რო გაგახარებს. აი ღმერთმა გაგახაროს ჩვენ რო ვიცით. აი ეს იყო ბერძნული მისალმება. მადლი ეუნება ბერძნებს, ეფესოში მცხოვრებს და მშვიდობა რომელი მისალმებაა? ებრაული, შალომ. მშვიდობა კიდე მოიცავს ყველა სიკეთეს, რაც კი ადამიანს შეიძლება კონდეს ღმერთისგან, ანუ ხარის და შალომ თქვენ ორივეს ორი ხალხისგან შემდგარ ეკლესიას. ნახეთ როგორ ამ მისალმებაშიც კი ეს უკვე ნათქვამია. შემდეგ მესამე მუხლიდან იწყება ერთი დიდი დოქსოლოგია. დოქსოლოგია არის ღმერთის სადიდებელი ლოცვა. ანდახა ჩვენ ხომ გეუბნებიან ხოლმე რომ აბა ყოვლადწმიდა სამებაზე სად არის ლაპარაკი ბიბლიაში? პავლე აი ამ დოქსოლოგიაში ადიდებს მამას, ძეს და სულიწმინდას. აი მე მან ტექსტში გამოგიყავით, ნახეთ, ეს მესამედან მე-13 მუხლამდე, რაც თქვენ გაქვთ. ნახეთ, დაყოფილია მამას მიმართავს, მერე ძეს და მერე სულიწმინდას. სამების სადიდებელია ეს ლოცვა. და ბერძნულში რა არის საინტერესო, იცით რომ ორიგინალ ტექსტში პავლეს ნათქვამში ეს არის ერთი განუწყვეტელი წინადადება. მე-13-დან მე-13 მუხლამდე და ზოგიერთი მთარგმნელმა სადაი ჩვენ ქართულშიც მე მგონი 1-2 ადგილას არის გაწყვეტილი, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ ეს არის ერთი, აი ერთი ამოსუნთქვით ნათქვამის სადიდებელი მამის, ძის და სულიწმინდის სადიდებლად. ნახეთ, კურთხეულია ღმერთი და მამა უფლის ჩვენის იესო ქრისტესი, რომელმაც გვაკურთხა ჩვენ იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცათაშინა. რაკიღა აგვირჩია მის მიერ უწინარეს ქვეყნის შექმნისა, რათა ყოფილიყავით წმინდანი და უბიწონი მის წინაშე სიყვარულით, და წინასწარვე დაადგინა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეოხებით თავისის ნების სათნოებისამებრ საქებრად მისივე მადლის დიდებისა, რომელიც მოგმადლა ჩვენ თავისი საყვარელი ძის მიერ. ეს არის მამის სადიდებელი, მამა ღმერთის, რომ ამბობს რა უნდა და რატომ არის კურთხეული მამა ღმერთი. ნახეთ, კურთხეული იყოს ღმერთი და მამა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, რატომ? რომელმაც გვაკურთხა ჩვენ ქრისტეს მიერ ყოველგვარი ზეციური კურთხევით ცათაშინა. აი ზეცაშ, რაც უფალი სუფევს, მან აი ეს ხალხი, რომელიც გამოგვირჩია წარმართებისგან და ებრაელებისგან, ზეციური კურთხევით ვარ ჩვენ ნაკურთხები. გესმით? ამიტომ თქვენ ის არ უნდა იფიქროთ, რომ ქრისტიანები კეთილდღეობით იცხოვრებენ ამ ქვეყანაზე. არა. ჩვენი კურთხევა მიწიერი კურთხევა არ არის. ჩვენ არ ვიქნებით მდიდრები. ჩვენ არ ვიქნებით თანამდებობის ხალხი. ჩვენ ზეციური კურთხევის შვილები ვართ. და ეს ზეციური კურთხევა რაში მდგომარეობს? ნახეთ, რაკიღა აგვირჩია მის მიერ, ანუ ქრისტეს მიერ, მამამ აგვირჩია უწინარეს ქვეყნის შექმნისა, რათა ყოფილიყავით წმინდანი და უბიწონი მის წინაშე სიყვარულით. ქვეყნის შექმნამდე, სანამ შექმნიდა 7 დღეში სამყაროს, სანამ შექმნიდა ანგელოზებს კიდევ მანამდე, სანამ შექმნიდა ადამიანს, მანამდე უკვე ღმერთმა დაგვინახა ჩვენ, რა მოხდებოდა სამყაროს შექმნის მერე და აგვირჩია, რომ წმინდანი ყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით. და წინასწარვე განსაზღვრა მანო, რომ ვეშვილებინეთ ქრისტე იესოს მიერ. გესმით? მამის ჩანაფიქრი, მამა ღმერთის ჩანაფიქრი სამყაროს მიმართ იყო ესეთი, რომ შექმნიდა, მან იცოდა, რომ ადამიანის რა შეემთხვეოდა, რომ დაეცემოდა, რომ დაკარგავდა კავშირს ღმერთთან, მაგრამ მან წინასწარ დაინახა, რომ მისი ძე როცა მოვიდოდა, ნაწილი ხალხის, აი ვინც აგზიხართ, ნაწილი ხალხი შეიყვარებდა მისი ძის მოსვლას, იწამებდა, რომ მისი მსხვერპლით ჩვენ შეგვირიგა ღმერთმა და გვიშვილებდა ღმერთი, აი ასე ჩვენ. გესმით? აი ეს საიდუმლოდებს ამაში.
აი ჩვენ ყველანი ვინც აგზივართ, ჩვენ ვართ ღმერთის მამა, ღმერთის მიერ ნაშვილები ხალხი, მისი ძის მიერ. მეოხებით, იესო ქრისტეს მეოხებით. და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდებოდაო, რომ მისი მადლის დიდების მაქებარნი ყოფილიყავით, რომელიც მოგმადლა ჩვენ თავის საყვარელი ძის მიერ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლი რა არის ღმერთის? ღმერთის მადლი რას ნიშნავს? ჩვენ და მისი მადლი. ამიტომ მისი მადლის მაქებარნი როგორ უნდა ვიყოთ? დაუმსახურებელი წყალობა. ღმერთის მადლი არის, რომ მან დაუმსახურებლად შეგვირიგა. გესმით? და აი ამ დაუმსახურებელ წყალობას რო ხედავ მე ერთი ჩვეულებრივი დაცემული ცოდვილი ადამიანი ვადიდებ აი ამ მადლის დიდებას. აი ამ დაუმსახურებელი წყალობის და სიყვარულის დიდებას რო ხედავ, მამის მაქებარი, ეს უნდა ვაქებ, ეს უნდა ვადიდო. სხვა რა უნდა ვადიდო მე ღმერთში? აი რა უნდა ვადიდო, რა მინახავს ღმერთი როგორია? თავის ბუნებაში. ხომ არ მინახავს, მაგრამ მე დავინახე ეს დაუმსახურებელი სიყვარული ჩემდამი და ამიტომ გავხდი მისი მადლის მაქებარი. აი ძალიან რომ ბოროტება რომ ჩაიდინოს მე ადამიანმა თქვენს მიმართ. აი ძალიან დიდი ბოროტება, ხო? ხო გაწყდა თქვენ შორის კავშირი, ხომ ასე? მაგრამ ბოლოს შენ თქვი, მე შემიძლია ვაპატიო და ისეთივე სიყვარულით დაიწყო მასთან ურთიერთობა. ეს ხომ წეს ადამიანზე მოქმედებს, ხო? რომ ამ ხელა დანაშაული მაპატია მან, ხო? ის წესით ხო მადლიერი უნდა იყოს სულ შენი. ხომ ასე, ხომ ხდება ასე ცხოვრებაში ხანდახან, რომ აი დიდი პატიების შემდეგ ადამიანი უსაზღროდ მადლიერია, მეორე ადამიანის. აი ასეთია დაახლოებით ჩვენი დამოკიდებულება, მაქებაელი, იმიტომ ვაქებთ მის დიდებას, რომ აი ეს დავინახეთ ღმერთისგან როგორ შეგვირიგა მან. ნახეთ, მეშვიდე მუხლიდან უკვე გადადის ძის დიდებაზე, იესო ქრისტეს დიდებაზე. ნახეთ, ვისგანაც გვაქვს, ანუ ქრისტესგან, ვისგანაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით, რომელიც უხვად მოგმადლა ჩვენ ყოველი სიბრძნით და გონიერებით და გვაუწყა ჩვენ თავისი ნების საიდუმლო, თავისივე სათნოებით, რომელიც წინასწარვე ჩანერგა მასში, დროთა სისრულის განსაგებლად და ყოველივე ზეციერის და მიწიერის ქრისტეში თავმოსაყრელად, ვისშიაც გავხდით მემკვიდრენი, საამისო წინასწარ განწესებული მისი წინასწარ განჩინებით, ვინც ყოველთვის აღასრულებს თავისი ნების ზრახვით, ვინც ყოველივეს აღასრულებს თავისი ნების ზრახვით. ახლა ქრისტეზე რას ამბობთ? ვიცი რომ ეს რთულია. არის სუფთაი, ხანდახან ამას უწოდებენ უმაღლეს პილოტაჟს ღვთისმეტყველების. მე ვიცი ეს რთულია, მაგრამ მაინც უნდა ჩვენ შევძლოთ რომ გავიგოთ რას ამბობს პავლე მოციქული, იმიტომ რომ მისი ენა არის უმაღლესი ღვთისმეტყველება, როგორც პავლე ლაპარაკობს. ნახეთ ქრისტეზე რას ამბობს? ვის ქრისტესგან გვაქვს, მეშვიდე მუხლი, ვის ქრისტესგან გვაქვს გამოსყიდვა მისივე სისხლით, ანუ მან გამოგვისყიდა მისივე სისხლით და მოგმადლა ცოდვათა მოტევება მისივე მადლის, ანუ მისივე დიდი სიყვარულის სიმდიდრით, რომელიც უხვად მოგმადლა ჩვენ ყოველი სიბრძნით და გონიერებით, აი ამის შემეცნებით დიდი სიბრძნე და გონიერება მოგვანიჭა ჩვენ ღმერთმა, ხომ? აი ამის დანახვა რომ ღმერთმა როგორ შემირიგა მე, ამის გააზრება ძალიან დიდი სიბრძნე და გონიერება. ამიტომაც ვერ იგებენ მიწიერი ადამიანები ამას. იმიტომაც ამბობს პავლე რომ ჩვენ რაც გვესმის ზოგ სისულელე გონია, რომ დიდი სიბრძნეა ძალიან ეს. ნახეთ? და გვაუწყა ჩვენ თავისი ნების საიდუმლო. აი პავლე უკვე მე-9 მუხლში ახსენებს რომ რა იყო ღმერთის საიდუმლო. მისი ნების საიდუმლო იყო რომ დროთა სისრულის განგების დროს, როცა დროთა სისრულე აივსებოდა, ანუ როცა მოვიდოდა ამის დრო, ნახეთ, ყოველივე ზეციური და მიწიერი ქრისტეში უნდა მოეყარა თავი, ზეციურს და მიწიურს. ანუ ზეციურ ძალებსაც უნდა შეეცნოთ ეს რა მოხდა, როგორ გამოიგრძნა ღმერთმა ადამიანი და ყველაფერი მიწიერიც ქრისტეში უნდა გაერთიანებულიყო. აი ეს იყო ღმების საიდუმლო. აი ხამბე რომ ყოველივე ქრისტეზე ხომ წერია წმინდა წერილში რომ ყოველივე მის მიერ და მისთვის შეიქმნა. მის მიერ შეიქმნა და მისთვის. აი ქრისტესთვის შეიქმნა ყოველივე, გესმით?
ეს რას ნიშნავს, რომ ღმერთმა ყველაფერი იმისთვის შექმნა, რომ მის ძეში მოეყარა ყველაფერს თავი და მისი ძის მეშვეობით მამა ღმერთის მადიდებელი ყოფილიყო მთელი სამყარო. გესმით? სამყარო, აი რატო შეიქმნა სამყარო? ხანდახან ხო ამბობენ ხოლმე ადამიანები. აი რისთვის შექმნა ღმერთმა სამყარო? მისი ძისთვის შექმნა ღმერთმა სამყარო. ძე ღმერთისთვის, რომ ყველაფერს, მის ერთგულ სამყაროს თავი მოეყარა მის ძეში, მისი ძის სისხლით გამოხსნილიყო, შერიგებულიყო ღმერთთან და მადიდებელი ყოფილიყო ღმერთის მთელი სამყარო. აი ამიტომ შეიქმნა. ნახეთ, შემდეგ ნახეთ მე-12 მუხლი რას ამბობს? ეს ძალიან მნიშვნელოვანი. რათა ყოფილიყავით მისი დიდების მაქებარნი ჩვენ, რომელიც წინასწარ ვესავდით ქრისტეს. რათა ყოფილიყავით მისი დიდების მაქებარნი ჩვენ, ვინ ჩვენ? ვიზი ამბობს პავლე? ებრაელები, ჩვენ, რომლებიცაც წინასწარ ჰქონდა ქრისტეს იმედი. რატომ ჰქონდა წინასწარ? მათ წერილი ჰქონდათ. მათ ჰქონდათ ძველი აღთქმა და ჩვენ, რომლებიც წინასწარ მოიმედენი ვიყავით ქრისტესი და შემდეგ უკვე ნახეთ მე-13 მუხლიდან იწყება სულიწმინდის დიდება და ვიშიაც თქვენც გესმით ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რომელთაც ირწმუნეთ და აღიბეჭდეთ აღთქმული წმინდა სულით, რომელშიაც თქვენც, ანუ წარმართებსო. ჩვენ ხომ წინასწარ ვიცოდით ქრისტეზე, წინასწარ მეტყოლებებიო. წარმართულმა სამყარომ ძველი აღთქმა აბსოლუტურად არ იცოდა. ქრისტეს მოსვლამდე, აი ბიბლიის წიგნებში რა ეწერა, ესაიასთან, იერემიასთან, სხვა წიგნებში რა იცოდა რომაელმა და ბერძენმა, ეს აბსოლუტურად უცნობი იყო. ამიტომაც პავლე ამბობს, რომ ჩვენ წინასწარ იმედი გქონდა, იმიტომ რომ გქონდა წიგნები ქრისტეს წინასწარ მეტყველების შესახებ და ახლა თქვენც, რომელთაც იწამეთ სულიწმინდა მხელახლა გშობათ და აღიბეჭდეთ აღთქმული სულიწმინდით, რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი, მისი ხვედრის გამოსასყიდად და მისი დიდების საქებად. აი ეს სულიწმინდის ძალა, რაც ჩვენ მოგვით ხელახლა შობა, რა არისო? წინდიო, მომავალი ცხოვრების. წინდი რას ნიშნავს? ნიშანი? წინა პირობა, ნიშანი. ხო, აი მაგალითად მე რომ მოვალ შენთან და გეუნები რომ აი ხო, აი რაც გეუნები შენ რომ აი ამ პირობებს მე შევასრულებ და ერთ წელიწადში მოვალ და აი ამ თელ სახლს ვიყიდი მაგალითად. ოღონდ შენ რომ ოღონდ შენ რომ მე რომ შენთვის სანდო ვიყო, რას გეუნები? აი სახლი ხომ ღირს მაგალითად 100,000. აი 10,000 წინდად გაძლევ. ეს არის წინდი იმისი რომ მე აუცილებლად მოვალ და ყველაფერი ჩემი იქნება, ხო? საწინდარი, ხო? აი ეს სულიწმინდა რაც ჩვენ მოგვეცად, აი ახლა ჩვენში ხომ ცოცხლობს სულიწმინდა. არის აი წინასწარ დატოვებული ნაწილი იმისა, რაც იქნება მთელი სისავსით ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ. ხო გწამთ ამისი? გასმით? აი ამის საუკეთესო მაგალითი რა, აი ადვილად გასაგები მაგალითი. აი წირვაზე რომ დგავართ და ვაიდებთ ხოლმე ღმერთს. იმ დროს ჩვენ ხო სხვა სამყაროში ვართ. აი ამას ყველა გრძნობს. წირვის დროს ჩვენ აბსოლუტურად სხვაგან ვართ. იმიტომ რომ ღმერთის დიდებაში ვართ, ზიარებით, კითხულობთ ის სიტყვას, აი აბსოლუტურად ჩართული ვართ აი ამ სამყარო. თქოს მართლა ზეცაში ვართ, უღოდ მიწაზე ვართ. აი ეს არის წინდი იმისა, რაც იქნება მომავალში. დაუსრულებელ დიდებაში როცა ვიცხოვრობთ ღმერთის და აღარ იქნება ეს აქ რომ გახვალ აქედან და გარეთ ქუჩაში ავარია დაგხვდება, ან გარეთ ვიღაცა გეჩხუბება, ან რაღაცა უსიამოვნებები. ეს ყველაფერი აღარ იქნება და სულ აი ასე ვიქნებით. როგორც წირვაზე ვართ ხოლმე, აი ამ ბედნიერებაში, ამ სიხარულში, ამ ახსილში, ამ სულიწმინდაში. გესმით? აი წინდი დაგვიტოვაო, აი პავლე რას ამბობს? ჩვენთან რეალურია ეს. წირვა არის წინდი სულიწმინდის სამეფოსი, რომელიც იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ. ხო გასაგებია? აი ამას ამბობს. აი ხა დაასრულა პავლემ აი მე-12 მუხლის ბოდიში მე-14 მუხლის ჩასვლით, მან დაასრულა ეს დოქსოლოგია, სადიდებელი მამის ძიეს და სულიწმინდის და მე-15 მუხლიდან ამბობს უკვე მეორე ლოცვას, უკვე როცა უკვე მრევლის ეფესელებისთვის ლოცულობს. ნახეთ მე-15 მუხლიდან. ამიტომაც მეც, როდესაც მესმა თქვენი რწმენა
უფლისი ესოსადმი და სიყვარული, რომელიც გაქვთ ყველა წმინდის მიმართ, გამუდმებით მადლს წირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ. პავლე ეუბნება მათ, რომ მე მესმაო თქვენი რწმენაო, პავლემ იქ დატოვა ტიმოთე, ეფესოში ხომ 3 წელი იქ ადაგა, შემდეგ მოციქულთა საქმეში ჩვენ ხედავთ, რომ ემშვიდობება მთელი მასიის ქალაქების ხუცესებს, სადაც სამრევლოები დააარსა მან, და ეუბნება, რომ მივდივარ რომში და თქვენ მე ვეღარ მიხილავთ, მოციქულთა საქმეშია ეს. და ყველა მიცის რომ პავლე მიდის რომში და ის იქიდან აღარ დაბრუნდება ტირიან ემშვიდობებიან ცრემლით და პავლე უკვე რომიდან ჩასდის მას ამბები ჩადიან მოწაფეები და ეუბნებიან რა ხდება ეფესოში და პავლე ეუბნება რომ მე რომ გავიგე როგორი სიყვარული გაქვთ ყველა წმინდის მიმართ წმინდა ნიშნავს მრევლის ნიშნავს წმინდა ნიშნავს მორწმუნის მიმართ ყველა მორწმუნის მიმართ როგორი სიყვარულიც გაქვთ უფლისადმი და მრევლის მიმართ გამუდმებით მადლობას ვეუბნები ღმერთს თქვენს გამო და სულ მუდმივად ჩემს ლოცვებში გიხსენებთ. და რას ეუბნება ლოცვებში რას თხოვს პავლე? ხო საინტერესოა ეფესოლების მიმართ ეფესოლებისთვის რას თხოვს პავლე ღმერთს? რათა უფლის ჩვენის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ მოგცეთ თქვენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისა მის შესაცნობად. ნახეთ აი პირველი თხოვნა რა შემდგომარეობს? მომეცი სული სიბრძნისა რომ შეგიცნო შენ. აი ჩვენ ლოცვებში ეს უნდა ვთქვათ ხოლმე. იმიტომ რომ ღმერთი ხო ძალიან ძნელი შესაცნობია. აბსოლუტურად შეუცნობელია ღმერთის ბუნება ჩვენთვის და მომეცი რათა გვერდმა მოგცეთ თქვენ სული სიბრძნისა და გამოცხადება მის შესაცნობად. ღმერთმა თუ თავად არ გამოგვიცხადა თავისი თავი, ვერც ერთი კაცი თავისი ინტელექტით ღმერთს ვერ შეიცნობს. ეს არის პოსტულატი. დაიმახსოვრეთ ეს ძალიან გქონდა. ყველა სიბრძნე არის ფუჭი. თუ თავად ღმერთმა არ გამოგიცხადა თავისი თავი, შეუძლებელია მისი შეცნობა. მე-18 მუხლი და გაანათლოს თქვენი გულის თვალნი, რათა შეიცნოთ რა არის მისი ხმობის სასოება, როგორია დიდება მისი მემკვიდრეობის წინდრისა წმინდათა შორის და რაოდენ უსაზღვროა მისი ძლიერების სიდიადე ჩვენ და მომართ, რომელთაც გწამს მისი მძლე ძალის მოქმედებით. ნახეთ, სამ რამეს სთხოვს კიდევ ორ რამეს. ჯერ გამოცხადების და სიბრძნის სული მის შესაცნობად, მეორე და გულის თვალები გაგინათლოთ ღმერთმაო, რომ შეიცნოთ რა არის იმედი, რისთვისაც მან მოგიხმოთ თქვენ. იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანი ხო ფიქრობს, კარგი გავხდი მორწმუნე, მაგრამ აი რისი იმედი უნდა მქონდეს? აი როგორც პეტრე ეუბნება, ხომ გახსოვთ? აი ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ. მეთევზეობა, ოჯახები, რა გვექნება ჩვენ? პეტრეც კი ამას ფიქრობს, რა არის იმედი? რა მექნება მე ამისთვის? იმიტომ რომ ანდახან ხო მორწმუნე ადამიანი დაჩაგრულიც არის ამის გამო, იმიტომ რომ ის არ კადრულობს და არ ჩაიდენს იმას, რასაც ამ სოფლის შვილები აკეთებენ, ხო? და მე მინდაო რომ ღმერთმა თქვენ გულები გაგინათლოთ, რომ გაიგო სულიერი თვალით დაინახოთ რა არის იმედი იმისა, რომ თქვენ მორწმუნენი გახდით. მეორე და კიდევ უნება რაოდენ უსაზღვროა მისი ძლიერების სიდიადე. ღმერთის ძალა რამდენად უსაზღვროა, რომ ეს გაიაზროთ ბოლომდეო. გააზრებული გაქვთ ღმერთის ძალა. რაში მდგომარეობს ღმერთის ძლიერება? რა თქმა უნდა, ბევრს ჩვენთანაც ეს გამოუცდია. როცა მას ჩვენ ლოცვაში გვითხოვია რამე. დაასრულებულა ის. ოღონდ დასრულებულა არა ისე, როგორც ჩვენი პატარა გონებით წარმოვიდგინეთ, არამედ ბევრად უფრო დიდად და მასშტაბურად, ხო? ხომასეა. და ჩვენ ხედავთ ღმერთის ძალის სიდიადეს ამაში ვხედავთ, რომ თითქოს ჩვენი პატარა გონება ლოცვის დროს წარმოიდგენს პატარა შედეგებს ჩვენი ლოცვისას. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ღმერთი იმდენად დიდია, რომ მთელ ჩვენ ცხოვრებას მოიცავს ის, რაც ჩვენ ვინატრებთ. აი, ერთი ადამიანის ცხოვრებიდან ვიცი, რომ უნდა ძალიან რომ გამختارიყო რეჟისორი. აი, ოცნება ქონდა რომ გამختارიყო რეჟისორი და ნუ არ გამოუვიდა. არ მოემართა ხელი, აი ვერ გახდა. აი ძალიან დიდი სურვილი ქონდა, ნიჭიც ქონდა, უნარიც ყველაფერი, მაგრამ ვერ გააკეთა. მე მითხრა რომ ესა მონასტერში რომ მივედიო,
მოძღვარს უთხრა რომ ეს მე რეჟისორობა მინდოდაო და ვერაო. და მე მითხრა მოძღვარმა მითხრა ღმერთი მოგცემს მაგას, როგორც სხვანაირად. ისე როგორც შენ ვერ წარმოგიდგენია. და რეჟისორობა და მსახიობობაც უნდოდა თან ორივე, ხო, ეს ერთად არის ყველაფერი. მე გავიდა წლები ეს გახდა კაცი გახდა სასულიერო პირი. გახდა მღვდელი. რომელიც რეჟისურას აკეთებს როგორც სხვაგან. აკეთებს ხალხთან ურთიერთობას ის რომ ხალხს რაღაცა მსახიობები რას აკეთებენ, გამოდიან და რაღაცა სპექტაკლს აჩვენებენ ხალხს, რომ ხალხი გაართონ, ხო? ეს ადამიანი კი დადის და სახარებას უხადაგებს. ამბიონზე დგას, სცენაზე დგას ამ გაგებით. მაგრამ აზრი აქვს ამას ბევრად უფრო დიდი, ვიდრე იმ რაღაცა სპექტაკლს შეიძლება ქონოდა. გესმით? და მე თვითონ ამბობდა რომ მართლა ასე მოხდაო. მართლა ასე მოხდაო. მე მეგონაო რომ 2-3 წელიწადში რაიმე შეიძლებოდაო და სიცოცხლის შუაში, სიცოცხლის ბოლოს ის მიხვდა რომ ღმერთმა მისცა მსახიობისას, რეჟისურისას და წარმოდგენის საშუალება თქონდ იმისი რასაც აზრი აქვს. ხდებით? გესმით და აი და უბრალოდ ამას ამბობდა რომ მისი ძალის სიდიადე აი ასე ჩნდება ჩვენში. აი ასე. არა პატარა რაღაცეებს რომ ამას მთელი სამყარო ხელში უჭირავს და მისია მთელი სამყარო. გესმით? აი აქედან ხვდებით ჩვენ რომ იმ პატარ-პატარა რაღაცეებს ერთმანეთის ჩხუბს, კინკლაობას, ეჭვიანობას, შარიანობას აბსოლუტურად აზრი არ აქვს. ღმერთის ხელთან შედარებით რა აზრი აქვს იმას, რასაც ჩვენ ადამიანურად ერთმანეთს ანდღან ვედავებით, ხო? ხანდახან ისე ვეჩხუბით ერთმანეთს რომ დავაქცევთ თავზე ყველაფერს, საბოლოო ჯამში დაფიქრდე, აი იმასთან შედარებით რაც ღმერთის ძალის სიდიადეა, რა არის ეს? ან როგორ უნდა იკადრო რომ ეს გააკეთო, ხო? ამიტომ არ შეიძლება ჩხუბი, კინკლაობა, ერთმანეთის მტრობა, იმიტომ რომ ეს აბსოლუტური სიგიჟეა, აი აბსოლუტური სისულელეა ღმერთის წინაშე. ამიტომაც არ შეიძლება ამის გაგდება. ერთადერთი რაც აზრი აქვს, მის სიტყვას, მის ცნებებს, მის მოძღვრებას, ამის გავრცელებას. ნახეთ, რაოდენ უსაზღროა მისი ძლიერების სიდიადეო და მისი ძლიერების სიდიადეს უკვე შემდეგ 4 მუხლში გვიხსნის. ეს პირველი თავი მინდა წინასაკეთ, პირველი თავი არის ყველაზე რთული. პირველმა თავმა შეიძლება ძალიან დაგღავალთ, მაგრამ მეორე და მესამე თავი უფრო ესე მიდის, აი რაკრაკით კარგი გასაგებია ის თავები. ნახეთ, თავდება ეს პირველი თავი. მისი მემკვიდრეობის სიდიადე, ხო? მეორე მუხლში. როგორია მისი მემკვიდრეობის დიდება, მისი მემკვიდრეობის წმინდანთან შორის. მემკვიდრეობა არის ის, რასაც ჩვენ დავიმკვიდრებთ. რას დავიმკვიდრებთ? ნეტარ იყვნენ 7, რამე თუ რაო? მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. აი ეს ქვეყანა, რომელიც ღმერთმა შექმნა, ასეთ დაზიანებული და ესეთი ტრამვირებული კი არა, ის როცა განახლდება ზეცა და მიწა, აი მემკვიდრეობა ჩვენ იქნება ის, რაც ღმერთმა შექმნა. აი 64 ღმერთმა ხო ადამიანისთვის შექმნა. ედემის ბაღი ხო ადამიანისთვის იყო შექმნილი, რომ ნეტარებით ეცხოვრა. აი როცა განაახლებს ღმერთი მთელ დედამიწას და ზეცას, აი ჩვენი მემკვიდრეობა იქნება ის, რაც მაშინ ჩვენი იქნება. აი ეს არის ჩვენი მემკვიდრეობის სიმდიდრე და სიდიადე, რომელიც ჩვენ გველოდება ქრისტიანებს. თქვენ მართლა გწამთ აი საბოლოო ჯამში აი რომ ასეთ დიდებულ და დიად ღმერთს შეიძლება და ასეთი ტრამვირებული სამყარო შეექმნა? შეიძლება ეს დავიჯეროთ. ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ღმერთი ასეთ სამყაროს არ შექმნიდა. ღმერთმა შექმნა სამყარო სულყოფილი და ჩვენმა ცოდვამ, ჩვენი წინაპრის ცოდვამ დააზიანა ყველაფერი და ყოველი. გესმით? ამიტომ ეს ასეთი არ უნდა ყოფილიყო. აი ესეთი მას აქვს, მე მგონი ჰერმან ჰესეს აქვს, მე მგონი ეს ნარცისი და გოლდმუნდი ეს ნობელის რო არის ნაწარმოები და ის ამბობს ის გოლდმუნდი რომ ისაო ცუდად შექმნაო ღმერთმა ცხოვრებას განაწყენებული, ტრამვირებული ადამიანია და თუ ნარცისი ამბობს, არ მახსოვს, ორი მეგობარია და ერთ-ერთი ამბობს რომ არ შექმნაო მან კარგად სამყარო. ვერ იწამა მან ღმერთი თვითონ ამ ადამიანმა და სიკვდილის ბოლოს სიკვდილის პირას არის და ამბობს რომ არ შექმნაო, ცუდად შექმნა ღმერთმა სამყარო. ასეთი არ უნდა იყოს სამყარო. ერთის მხრივ სწორია ეს. ასეთი არ უნდა იყოს სამყარო. მაგრამ ჩვენ გმართებს რომ შეურიგდეთ ღმერთს
დაუბრუნდეთ იმ ღმერთის შვილობის მდგომარეობაში, რომელსაც ღმერთი განაახლებს ამ სამყაროს, ჩვენ დავიმკვიდროთ აი ეს დიდებული სამყარო. გწამთ ამისი? მე ნამდვილად მწამს, იმიტომ რომ აი გავუყურებ სამყაროს, არ შეიძლება ესეთი იყოს სამყარო. არ შეიძლება. ამიტომ ყველაფერი შეიცვლება და განახლდება, ოღონდ ჩვენ უნდა შეურიგდეთ ღმერთს. დაათახეთ მე-19 მუხლში ხომ ამბობს, რომ რაოდენ უსაზღროა მისი ძლიერების სიდიადეო. და შემდეგ ამბობს, ეს ძლიერების სიდიადე პირველ რიგში რაში გამოჩნდა? როგორ გონიათ? აი მე მინდა თქვენ გითხოთ, მისი ძლიერების ძალა თავარი რაში გამოჩნდა პირველ რიგში? რაში? როცა მან ქრისტე აღადგინა მკვდრეთით. და ამას გვეუბნება, ნახეთ, რომელიცაც იმოქმედა ქრისტეს მიერ, ჯერ ამ ქვეყანაზე იმოქმედა ქრისტეს მიერ, ხო ქრისტეს სასწაულებით, ღვთაებრივი ძალით, მკვდრეთით აღადგინა იგი სიკვდილის შემდეგ და მხარმარჯვნივ დაისვა ზეცას. აი ღმერთის ძალის სიდიადე აი ამ სამ რამეში გამოჩნდა იმ დროს. აი იმ უამრავ ძლევამოსილ სასწაულში, რომელიც ქრისტემ აღასრულა, თუნდაც მის სიტყვაში. ხო ნათქვამია, რომ ისე ლაპარაკობდა, რომ მონოსხული უსმენდა ხალხი და ჯარისკაცებიც კი რომ მივიდნენ მის შესაყრობად, ხელი ვერ აწიეს, რომ ხელი მაგრამ უსაზღრო ძალით ლაპარაკობდა იგი. შემდეგ როცა ის ჯვარზე აღესრულა და გამოგვიწყიდა ჩვენს მაგივრად გადაიხადა ჩვენი ცოდვებისთვის, მოკვდა, დაიდო საფლავში და მამა ღმერთმა აღადგინა ის მკვდრეთით, ძლიერებით და მის მარჯვნივ დაისვა ზეცას. უზენაეს ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა, მთავრობა და ხელმწიფება ნიშნავს ანგელოსთა დასის სიტყვებია. მთავრობები და ხელმწიფობები ესე 9 დასი ანგელოსთა. მთავრობანი და ხელმწიფებანი. ესე ეწოდება ბიბლიაში მათ. ყველა ანგელოსთა დასზე ზევით, უზენაეს და ძალისა და უფლებისა და ყოველი სახელისა, რომელიც სახელდებულია არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმორჩილა მას და მისცა მას მთავრობა ყოვლისა ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული, სავსება ყოვლის აღმსებისა ყოვლით. ნახეთ რას ამბობს? რომანო ყველა სახელზე მაღალი სახელი მიანიჭა მას და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმორჩილა მას ქრისტეს. კითხვა ისმის ასევე, ხედავთ ჩვენ რომ ყველაფერი ფეხქვეშ დამორჩილებულია ქრისტეს დღეს. სწორია, კაბადონა ნატა, ვერ ხედავთ. ჯერ ამას ვერ ხედავთ. პავლე მოციქულიც ამას ამბობს, რომ ჯერ ჩვენ ამას ვერ ხედავთ, რომ ყველაფერი ემორჩილება, მაგალითად პუტინი ქრისტეს არ ემორჩილება მაგალითად. ან სხვა რომელი ბოროტი დიქტატორი, ხო? მაგრამ ეს ისეთი საკითხი, რომელიც უნდა მიიღოთ რწმენით. ის რაც შეიძლება, ამასაც ვერ ხედავდით და რაც აღსრულდა და დავინახეთ, ხო? აი მაგალითად ძველ აღთქმაში იყო ნათქვამი, რომ როცა ადამი და ევა დაეცნენ სამოთხეში, ეუნება ევას, რომ შენგან შობილი, შენი დედაკაცის თესლი თავს დაუმსხვრევს გველს, ხო? მაგრამ გავიდა იმის შემდეგ დაახლოებით, რა ვიცი, ალბათ 25 საუკუნე შეიძლება მეტი. და ჩვენ ვერ ხედავდით, რომ დედაკაცისგან შობილი გველს დაუმსხვრევდა თავს. ანუ ეშმაკს, სატანას. რა ხომ აღსრულდა ეს? შემდეგ დავინახეთ, რომ როდესღაც საუკუნეების შემდეგ 30-40 საუკუნეა ედემის შემთხვევიდან ქრისტეს მოსწამით ხომ არ ვიცით ზუსტად და დაუმსხვრია თავი. ხომ აღსრულდა. აი ისიც რომ ყველაფერი ქრისტეს ფეხქვეშ არის დამორჩილებული, ნაწინასწარმეტყველებია დანიელის წინასწარმეტყველის მე-7 თავში, რომ მამა ღმერთთან მიიყვანეს კაცის ძის მსგავსი და მიეცა მას ყოველი ხელმწიფება მთელ სამყაროზე და მამა ღმერთმა მისცა მას ეს ხელმწიფება. აი ამას ჯერ ველოდებით ჩვენ. ჯერ ვერ ხედავთ, როგორც კაბადონატომ თქვა, მაგრამ წმენით გწამს, რომ ეს ასეა. მის ფეხქვეშ არის დამორჩილებული ყოველივე და ის გახადაო, ნახეთ ბოლოს წინამუხლი, ის გახადაო, მისცა მას თავრობა, ანუ თავი გახადა მთელი ეკლესიისა. მთელი ეკლესიის თავი გახადა და ეს ეკლესია არის მისი სხეული, ყოვლის აღმსები ყოვლით. ანუ ეს ფრაზა მოიცავს, რომ ყველა სიკეთეს, ყველა ლეტარებას, ყველა ღვთაებრივ მარლ და ძალას, რაც კი ადამიანს შეიძლება მიენიჭოს, ეკლესიის მეშვეობით იღებს ადამიანი, რომელიც არის ქრისტეს სხეული. ასე მთავრდება
პირველი თავი. რაიმე კითხვა ხო არის ამ თემთან დაკავშირებით? არა. ნახეთ მეორე თავზე გადავიდეთ და აღადგინა თქვენს, ანუ ქრისტე ხომ აღადგინა მან. ნახეთ როგორ გადადის პავლეს აზრიდან აზრზე, მისი ძლიერება იმაში გამოიხატებაო, რომ ის ქრისტე აღადგინა მან მკვდრეთითო. და მეორე თავში იწყებს უკვე და აღადგინა თქვენს, თქვენშიც გამოსდა მისი ძლიერება, აღადგინა თქვენს მკვდარნი თქვენი ბრალეულობით და წოდებით, რომლებითაც იარებოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ხელმწიფების მთავრის ნებით, სულით, რომელიცაც მოქმედებს ურჩობის ზეთა მიერ, რომელთა შორისაც ჩვენც ყველანი ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი ნებებისამებრ, ვასრულებდით ხორცისა და ზრახვის ნებას და ვიყავით ბუნებით რისხვის შვილები დანარჩენთა მსგავსად. და პავლე უნება რომ თქვენ წარმართები, თქვენც მკვდარნი იყავით თქვენი ცოდვებით და ბრალეულობით, ბრალით ღმერთის წინაშე და აღადგინათ ღმერთმა. და ადრე თქვენ სანამ ქრისტეს არ იცნობდით, დადიოდით ამ წუთისობლის ნებისამებრ და ეშმაკის ნებას იყავით დამორჩილ. ჰაერის მცველთა მთავარი არის ეშმაკის სახე, რადგან ის უხილავია ჩვენ შორის, ასე ვთქვათ, ჰაერში იმყოფება და მისი ჰაერის მცველთა მთავრის ნებით, მის ნებას აღსრულებდით და ახლაც ის ხალხი, ვინც არ იწემა ქრისტეს სიტყვა და ქრისტეს მსხვერპლი, სატანის ეშმაკის ნების ქვეშ ცხოვრობენ ამბობს. და მე ამბობს, მათ შორის ვიყავით ჩვენც, ანუ ვიზე ამბობს? ებრაელებზე. მათ შორის ვიყავით ჩვენც, ყველანი ცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი ნებებისამებრ, მიუხედავად იმისა, რომ გქონდა რჯული, ჩვენს ხორციელ ნებებს ვიყავით აყოლილი, ვასრულებდით ხორცისა და ზრახვათა ნებას და ვიყავით ბუნებით რისხვის შვილები დანარჩენთა მსგავსად. და ჩვენც ებრაელები რისხვის ქვეშ ვიყავით დანარჩენი წარმართების მსგავსად. ხო? ნახეთ ისრაელი რა პატარაა? აი აქ იყასუა ეს ისრაელი. აი ჩვენც რჯული კი მოგვეცა იმ პატარა ხალხს, მაგრამ მთელი წარმართული სამყაროს მსგავსად, რადგან ჩვენ რჯულს არ ვემორჩილებოდით და ხორცის ნებას ვასრულებით, ერთ ბედ ქვეშ ვიყავით თქვენც და ჩვენც ამბობს პავლე მოციქული. მაგრამ წყალობით დიდარმა ღმერთმა მისი ულევის სიყვარულის სამებრ, რომლითაც შევიყვარა ჩვენ, შეწოდებით მკვდარნი გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად, მადლით ხართ გამოხსნილნი და აღვადგინა მასთან ერთად და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში. მაგრამ აი რაზეც ვილაპარაკეთ მადლზე ხო ვილაპარაკეთ, მაგრამ წყალობით დიდარმა ღმერთმა მისი ულევის სიყვარულით შეგვიყვარა ჩვენ და გამოავლინა ჩვენ მიმართ ეს მადლი დაუმსახურებლად და თქვენც და ჩვენც აღვადგინა ამ სიკვდილისაგან და ზეცას დაგვსხა ქრისტე იესოში. ანუ ქრისტე როგორც ავიდა ზეცსა და დაждდა მარჯვენით მამისა, ჩვენი ბუნება ხომ მან წაიღო ზეცას. და ჩვენს პოტენციურად ზეცას აგვიყვანა აი ამ გაგებით. გესმით? აქედან ყველა ადამიანი შეუძლია რომ მისი ბუნებით განიღმთოს და ქრისტეს მსგავსად ზეცას მიიახლოს, რადგან ქრისტემ ჩვენი ბუნება აღამაღლა ზეცამდე. და ნახეთ ცხილებში წერია, მადლით ხართ გამოხსნილნი. რას ნიშნავს ეს? მადლით ხართ გამოხსნილნი. ოჩახ, აი მე მოგაბეზრეთ თავი, მაგრამ მინდა რომ ეს აუცილებლად გაგვიჯდეს გონებაში. მადლით ხართ გამოხსნილი, იმიტომ რომ ხანდახან გონია რომ ეს მადლი არის რაღაცა ნივთიერება. ხალხს ესე გონია ხანდახან. ან რაღაცა სული, რომ ღმერთმა ეს სული გადმოაფრქვია და არა, მადლით ხართ გამოხსნილი ნიშნავს ღმერთის ნებით დაუმსახურებლად ხართ გამოხსნილნი და ეს თქვენგან არ არის ეს ნიჭია ღმერთისა. ხომესია? აი ამას რა გვიდასტურებს, რომ მადლით შეიძლება მხოლოდ გამოხსნა. ჩვენ შორის ნებისმიერმა რამდენი პირობაც არ უნდა დადოს, რამდენი აღთქმაც არ უნდა დადოს, რამდენიც არ უნდა ეცადოს, ერთ წელს ვერ იცოცხლებს ცოდვის გარეშე. ერთ წელს კი არა, ერთ თვესაც ვერ იცოცხლებს. შეიძლება ერთი თვე იცხოვროთ ცოდვის გარეშე. ანუ თუ ერთი თვეც არ შემილია ცოდვის გარეშე ცხოვრება, როგორ უნდა გადავრჩე? როგორ უნდა ვცხუნდე? ეს ხო ლოგიკურია? ხომ ასეა? ანუ ერთადერთი ვისაც შეუძლია გამომიხსნას, თუ ღმერთმა ინება რომ გადამარჩინოს. აი ეს არის მადლით ხართ გამოხსნილი.
ჩვენი საკუთარი სიცოცხლე გვიდასტურებს ამას. და ეს მადლი გამოიხატება პირველ რიგში ქრისტეს ჯვარცმაში, რომ ის მოკვდა ჩვენს მაგივრად და გადაიხადა. ჯოხო ეს გვითქვა სადაც რომ როცა მან თქვა ჯვარზე სიკვდილის წინ რა თქვა? აღსრულდა და განუტევა სული. ხომ ეს თქვა? აღსრულდა, აი ესე თქვა და განუტევა სული. და ბერძნულში ხო წერია ეს სიტყვა. აი ამ თაღარება ხო ბერძნულადაა დაწერილი. აი რა სიტყვაც წერია, ნიშნავს გადახდილია. აი ის რომ ანგარიში რომ მოგვივა ხოლმე რაიმე ანგარიში სახში, ხო? და ხანდახან გადავრიცხავთ, გადავიხდით და თან დავაწერთ. გადავიხადე ამადამ რიცხვში. აი ეს სიტყვა წერია ტეტელესტაი ნიშნავს გადახდილია. აი ეს თქვა ქრისტემ. ესმით რა გადაიხადა? ჩემი, შენი, დავითის იმა დანაშაულისთვის გადახდილია, მორჩა. ყველას ცოდვისთვის გადავიხადე და მოკვდა. გესმით? აი ეს არის. აი ეს არის მადლით ხარ გამოხსნილი და იმიტომ რომ ადამიანები მსხვერპლს რატო წირავენ ღმერთს? ღმერთს რატო წირავენ რომ გადაუხადონ რაღაცა. ხომ ასია? დღესაც ხვას ესწამთ, აი ცხვარს დაუკლავ ღმერთს და გადაუხდი ვასიამოვნებ. ხომ ასე ესწამთ ადამიანებს. მაგრამ ის ცხვარი, რაც არ უნდა ძვირფასი ცხვარი იყოს, როგორ გამოისყიდის ჩვენს ცოდვებს? წარმოიდგინეთ, თავად ძე ღმერთი უცოდველი, სასწაულთ მოქმედი ამ ქვეყანაზე, ყველა ადამიანზე ღვთაებრივად დიდი, ის გახდა მსხვერპლი ჩვენს გამოსასყიდად. გესმით და ის ცხვარი არ არის სათნო ღმერთისთვის. მისი ძის სიკვდილი იყო სათნო ღმერთისთვის, რომ აი ამის სიკვდილის გამო გაპატიებთ თქვენს დანაშაულებს. თუ იწამებთ მის მსხვერპლს. აი ამას ამბობს მამა ღმერთი. ხედავთ, გესმით? მამა ღმერთი ამბობს, რომ აი ჩემი საყვარელი ძის სიკვდილის გამო მე გაპატიებ თქვენს ცოდვებს. თუ იწამებთ მის მსხვერპლს და შეიცვლებით. აი ეს არის ქრისტიანობა. ხო გასაგებია? ხო გასაგებია? ბადრო? აბა? ასახარებაში ჩვენ ვიტყოდით, რომ იესო ქრისტე ეუბნება მოძაფებს. მე არავინ მივიღებსო ჩემს სულს, მაგრამ ჩემი ნებით დავდებ და ავიღებ. როდესაც ჩვენ ამბობთ, აი მამამ მეთმოვლებს მან არის თორე შეცდომა, როდესაც ამბობ მამა შეწირა, რომ იესო ქრისტე თავისი ნებით გაიგო. კი, კითხვა მდგომარეობს, რაც თქვა, ძალიან კარგი კითხვა, ლიამ თქვა, რომ აი ქრისტე ხო ამბობს, რომ ვერავინ წამართმევს ჩემს სიცოცხლეს, ჩემი ხილე, მე თავად დავდებ მას და თავად დავიბრუნებ მას. როცა ვამბობთ, რომ მამა ღმერთმა შესწირა ძე კაცობრიოს გამოსახსნელად და მამა ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, ეს თეოლოგია ორივეს თქმა შეიძლება. ორივე აბსოლუტურად სწორია. ქრისტე როცა ამბობს, რომ მე თვითონ დავდებ და ავიღებ, თავის ღვთაებრიობას უსვამს ხაზს. ესეც სწორია, კი? ამ გაგებით შეიძლება ეგეც ვთქვათ, რომ ქრისტემ თავად აღადგინა თავისი თავი. ესეც შეიძლება, მაგრამ მამამ აღადგინა უფრო ლამაზი ნათქვამია, რადგან ის ხომ კაცობრივი ასპექტითაც ძე იყო მამის. ის იყო მამის მარადიული ძე და როგორც ადამიანი ძე იყო. ხდებით, ორმაგად იყო ის მამის ძე. ჩვენ სამაგალითოდ ის იყო ძე კაცობრივი სახით. ხო ხდები? და მარადიულობაში ის იყო მუდამ მამის ძე. გესმით? ამიტომ ორივე სწორია. არა, პირიქით არ უსვამს, სხვადასხვა პიროვნებანი რო არიან, უფრო მეტად ხაზს უსვამს, რომ მამამ აღადგინა ძე. სხვანი არის. გადრო? სამებარიო, ერთ სამებას ვამბობთ, ერთი არის, მაგრამ სამი სახით ამ ერთობას უსწრებს ხაზს თუ ხო, არა, როგორ არის სამებარი, ერთი ბუნება, ერთი არსი და არის სამი პიროვნება. ასე გაცხადდა ღმერთი. ეგ თქო სხვა საკითხია, ხა მაგას რო გავყვეთ, ძალიან შორს დაგვიყვანს. აბა მითხარი? ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ იცი რა, ეს ყველაფერი უფრო მეტად რატომ მოხდა ესე, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მამის შვილები ვართ ჩვენც, გესმის?
ის უნდა გამოჩენილიყო ძაღმერთი როგორც მამის მარადიული ძე მარადისობაში თავისი არსით და ასევე უნდა გამოჩენილიყო ძე როგორც მაგალითი ადამიანისთვის რომ ჩვენ გვცოდნოდა რომ როგორ უნდა დაუბრუნდეთ მამა ღმერთს იმიტომაც ამობს პავლე შემდეგ რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მამას აბა მამაო აბა ხო ნიშნავს ჩემო მამაო მამილო გესმის ამიტომ ეს უფრო როგორ გითხრა უფრო ძლიერი მაგალითია ასე თქვა ძლიერი წარმოდგენა როგორც მამამ გააკეთა რომ მისი ძე უნდა მოსულიყო ჩვენთვის სამაგალითოდ და მას უნდა აღედგინა მისი ძე რომ ეჩვენებინა ჩვენთვის რომ ჩვენცაზე აღგვადგენს ღმერთი ჩვენი საფლავებიდან როცა გარდავიცვლებით და მარადილობაში შევალთ სულით და ხორცით. აი ეს არის ამისი აზრი. მოდი გავაგრძელოთ. რათა ნახეთ დაგსხა ზეცაში ქრისტე იესოში. რათა ეჩვენებინა მომავალ საუკუნეთათვის უზღვავი სიმდიდრე თავისი მადლისა ჩვენ და მის სიტყვებით ქრისტე იესოში. ნახეთ რათა ეჩვენებინა მომავალ საუკუნეთათვის უზღვავი სიმდიდრე თავისი მადლისა. ანუ რომ ჩვენს გველის ის რაც უფალის კვედრი იყო რომ ამაღლდაზესაც და დაждდა მარჯვენით მამის ხო მასთან ერთად დაგსხა ჩვენც ანუ მომავალში ჩვენს ეს უზღვავის სიმდიდრე გველოდება რადგანაც მადლით ხართ გამოხსნილი რწმენის წყალობით და ეს თქვენგან კი არ არის არამედ ნიჭია ღმრთისა არასაქმეთაგან რათა არავინ იქადოდეს ნახეთ როგორც ჩვენ თქვით საქმით ნუ დაიტრაბახებს ნუ რავენ საქმით არავის არ დაუმსახურებია ცხონება გამოხსნა არამედ მადლია და ნიჭია ღვთისა ღმერთმა მოგცა ეს წყალობა რადგან მის და თუ ვინმე იქადის საქმეებით ის ამითი რასაჩვენებს აი ვინმე თუ თავის საქმეებით იქადის ქრისტიანობაში რასაჩვენებს ხო მან ესე იგი მან ქრისტეს მსხვერპლი ვერ მიიღო თავისთვის თუ ის თავის საქმეებით იქადის ესე იგი მას მსხვერპლი არ ჭირდება ქრისტეს ხედავთ ქრისტეს უარყოფა აი ეს ამპარტავნება საბოლოო ჯამში სად მივყავართ რომ მე თუ ჩემი საქმეებით ვიმსახურებ ამას მაშინ რაღაცი მჭირდება ქრისტეს მსხვერპლი აი რა საშინელებაა ეს ამპარტავნება როცა ჩემი საქმეები დიდად მიმაჩნია ხო ნახეთ რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ კეთილ საქმეთათვის შექმნილნი ქრისტე იესოში საქმისთვის რომელიც წინასწარ დაგვიწესა ღმერთმა რათა მათში ვიარებოდეთ ნახე აქ ხო ითქვა რომ მადლით ხართ გამოხსნილი რწმენის წყალობითო და უკვე ამ მუხლში რას ამბობს ნახეთ რადგანაც ქრისტეში ახალი ქმნილებანი ვართ ჩვენ კეთილ საქმეთათვის შექმნილნი ქრისტე იესოში ანუ საქმეები მნიშვნელოვანი ყოფილა ზოგიერთი ხო ამბობს რომ მორჩა ერთხელ გამოგვიხსნა ქრისტემ და ცხონებულნი ვართ მორჩა არაფერი აღარ გვჭირდება მეტი აღარ წირვა აღარ ლოცვა აღარ სახსარება აღარ ეკლესია არაფერი აი ეს მართალია არა წმინდა წერილი ამას არ ამბობს აი ამის შემდეგ რომ რწმენით ხართ გამოხსნილი მადლის მიერ ამბობს მაგრამ ახალი ქმნილებანი ხართ კეთილი საქმეები აკეთეთ მხოლოდ ამისთვის გაგაცოცხლად ღმერთმა ხედავთ ამიტომ საქმეები მოსდევს ჯერ არის მადლი ღმერთის რომ ღმერთმა ისურვა ეს მეორე არის რწმენა ჩვენი რომ ჩვენ ეს ვირწმუნეთ მისი განზრახვა და მესამე არის ამას მოსდევს საქმეები აუცილებლად გესმით აი ამ რწმენის გამო მე არ შემიძლია ბოლოს საქმეებს კი მონო ვაკეთო კეთილი საქმეები რადგან რწმენას ადასტურებს საქმე იაკობ მოციქული ხოზე ამბობს რწმენის დასტური არის საქმე თუ საქმეს არ აკეთებ ესე იგი რწმენაც არა გაქვს მას გაახსოვდეთ რომ თქვენ ოდესღაც ხორციელად წარმართნი რომელთა წინა დაუცვეთელთ გიწოდებდნენ ეგრეთ წოდებული წინა დაცვეთილნი ხორციელად თავიანთი ხელი წინა დაცვეთილნი იმჟამად ქრისტეს გარეშე იყავით ისრაელის მოქალაქეობისგან გამორიცხულნი აღქმის ცნებათაგან უცხო ქმნილნი სასომიხდელნი ამ ქვეყნად უღრთოდ შთენილნი ხოლო ქრისტე იესოში თქვენ ოდესღაც შორეულნი ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი ორიდან ერთის შემქმნელი და მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი რომელმაც თავისი ხორცით განაქარვა მტრობა ხოლო მოძღვრებით აღთქმათა რჯული რათა ორივე ერთ ახალ კაცად შეექმნა თავის თავში მშვიდობის მყოფელს ამრიგად
ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთისთვის ჯვრის მიერ, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა და მოვიდა და მშვიდობა გახარა თქვენს შორებელთაც და მახლობელთ. აი ეს არის ამ წერილის გული. ნახეთ რას ამბობს, რომ თქვენო ადრეო წინა დაუცვეთელებს გეძახდნენო. ესენიო ებრაელები, ვინც ხელით არიან წინა დაცვეთილებიო. რატომ ამბობს ხელით წინა დაცვეთილები? ხელით. იმიტომ რომ ძველ აღთქმაშივე ბევრ ადგილას არის ჯულში ნათქვამი, რომ გული დაიცვითეთ. ჩუჩა ასო კი არა, საკესო ასო. იცოდეთ გული დაიცვითეთ. ანუ გულში ხო გაქვთ ეს ამპარტავნება. ეს გულის ეს ამპარტავნება და სიამაყე თქვენი და ურჩობა ღმერთისადმი, ის არის გამონაზარდი, რაც უნდა მოიკვეთოთ. ჯერ კიდევ მოსე ეუბნება ამას, ეს არის მეორე ჯულის მეათე თავში, რომ გულის ჩუჩად მოიკვეთეთ და არა სხეულის, ასოს. ასე ნახეთ და ამიტომაც პავლე ამბობს, რომ მე რა რომ ისინი წინა დაცვეთილები იყვნენ. სიამაგიეროდ გული წინა დაცვეთილები არ იყვნენ. არაფერს არ ნიშნავს, რომ თქვენ წინა დაუცვეთელები ხართ. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ გალატელთან მიმართ ეპისტოლეში, რომ ებრაელები წარმართებს, აი ეფესოელებს, ხებსაც ეუნებოდნენ, რომ თქვენ თუ გინდათ, რომ ქრისტეს მორწმუნეები გახდეთ, ჯერ უნდა წინა დაცვეთად გაიკეთოთ. ჯერ ასე ვთქვათ, ძველი აღთქმის ჯულში უნდა შემოხვიდეთ, მოსეს ჯულში და შემდეგ შეგიძლიათ გახდეთ ქრისტე. პავლე ამბობს, არა. ის მხოლოდ ებრაელებისთვის იყო და წარმართებს არ სჭირდებათ ეს. თავარია წარმართებმაც და ებრაელებმაც გულის ხორცი მოიკვეთოთ. ამპარტავნება, ეს ურჩობა, ეს შეჯიუტე ღმერთის მიმართ, ხო? აი ის გამოც მათ არ მიწამეს ქრისტე. ამრიგად, მაშინო თქვენ შორს იყავით ქრისტესგანო, აუნება ღმერთისგანო, ემობნა პავლე და ახლაო შორეულნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლითო. იმიტომ რომ მოვიდა ისო და გვახარა ორივეს მშვიდობაო. მშვიდობა გვახარაო. აი, რომელი მშვიდობა გვახარა? იოანეს სახარების მე-14 თავში არის ეს ძალიან საინტერესო ხსნაობს. ჩემ მშვიდობას დაგიტოვებთ თქვენ, გაძლევთ თქვენ. ეს არის თქვენ სიკვდილის ჯვარცმის წინა საუბარია. ეს არის ნების შვიდეულის ხუთშაბათია. მშვიდობას ჩემსას მოგცემთ თქვენ. არა ისეთ მშვიდობას ეს წუთი სოფელი რო აძლევს ამ ადამიანებს. არამედ ჩემ მშვიდობას მოგცემთ თქვენ. რომელ მშვიდობაზე ლაპარაკობს? ღმერთთან შერიგების მშვიდობაზე. როგორი მშვიდობაც შვილს აქვს მამასთან. მამას და შვილს შორის მშვიდობა. ხო, აი აბსოლუტურად სანუკვარი რაღაცაა. მამას და შვილს შორის ურთიერთობა როგორი რაღაცაა, იცით რომ აი თითქოს ლაპარაკიც არ სჭირდება მას. მამამ და შვილმა ერთმანეთის უტყველად იციან, უსიტყვოდ იციან ერთმანეთის, ხო? აი ეს არის მშვიდობა და ქრისტე ამბობს რომ ღმერთთან შერიგებით თქვენ მამასთან გექნებათ მშვიდობა და იქნებით ნეტარნი შინაგანად აი ამის გამო. და მოვიდაო და თავისი ხორცით განაქარვა მტრობა. რომელი მტრობა? ღმერთთან მტრობა ერთი, რადგან მტრად იყო ადამიანი ღმერთთან და მეორე მტრობა მის ღერსა და სხვა ხალხებს შორის. ჩვენ ხომ ნახეთ აქ ტაძრის მაკეტი რო გქონდა, მისი იქ ტაძართან ღობე იყო გაკეთებული მართლა და წითლად ეწერა ამ ღობის იქით არა იუდეველი თუ გადავა ადგილზე მოკვდება. ნახეთ როგორი მტრობაა ებრაელებსა და სხვა ხალხებს შორის, იმიტომ რომ ტაძრის გალავანში სხვა ხალხებიც შედიოდნენ, მაგრამ იმ ღობის გარეთ იქით გადასვლა არ შეეძლოთ მათ. ნახეთ და განაქარვა მტრობა ღმერთთანაც და ჩვენ შორისაც განაქარვა მტრობა და მანო მისი მოძღვრებითო, ანუ ქრისტეს რჯულით, ქრისტეს მოძღვრებითო განაქარვა აღთქმათა რჯულიო. აი ის 613 მცნება ხო გქონდათ მათ? იმ 613 მცნების რჯული განაქარვა დამთავრდა ქრისტეს ახალი რჯულით, მესიის რჯული ქვია ამას, თალმუდშიც კი ნახსენებია და ორივე ხალხი წარმართების და ებრაელებიც ერთ ახალ კაცად შექმნა. ეს ერთ ახალი კაცი დღეს სოფლიოში რაში გამოიხატება? ქრისტეს ეკლესიაში. ნახეთ? და ამრიგად ორივე ერთი სხეულით შეარიგა ღმერთს ჯვრის მიერ, რომელზეც მოაკვდინა მტრობა. და მოვიდა და მშვიდობა გახარა თქვენ შორებელთაც, ანუ წარმართებს შორცვის იყო და ახლობელთაც. რადგანაც მისი მეოხებით ორივე ერთი სულით მივიახლებით მამას, რომელი სულით
შვილობის სულით. აი რომელთა მიმართ ეპისტოლეში ხომ არის ეს მეათე თავში რომ მონობის სული როდი მიგიღიათ, არამედ შვილობის სული მიიღეთ, რომლითაც ღაღადებთ აბა, მამაო. ანუ ვერც მიმართავთ. ამიტომ ორივე ერთი სულით მივიახლებით მამას, ამიერიდან უცხონი კი აღარა ხართ და უცხო ქმნილნი, არამედ წმინდათა თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი. ნუ ღმერთის სახლის სრულუფლებიანი წევრები ხართ თქვენ. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედიც არის თვითონ იესო ქრისტე. აი ეს ახალი ეკლესიაო და ეს ახალი ადამიანი, ახალი შექმნილი ადამიანი არისო დაფუძნებული მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველიაო, საფუძველიაო გაკეთებული. და იმის ქვევითო არისო რაო? რომლის ქვაკუთხედი არის თავად იესო ქრისტე. ნახეთ, ქვაკუთხედი რას ნიშნავს? სახლის შენებას როცა ადრე ვისაც შეეძლო და ვისაც ამის პირობები ჰქონდა, მოძებნიდა ქვაკუთხედს კლდეს, რომელიც არასდროს არ შეიძრება, ხო? და იმ კლდეზე დააშენებდა საძირკველს. მაგრამ თავარი იყო ის ქვაკუთხედი. და იმ ქვაკუთხედს ისე გაასწორებდა, ნახეთ, შვეული ხო ჭირდება, მარტი კუთხე ხო ჭირდება მშენებელს, ხუროს, ხო? და იმ ქვაკუთხედს აი ამ ორ გვერდს გაუსწორებდა ჯერ, რომ მარტი კუთხე ქონოდა სახლს და ის იყო სახელმძღვანელო, ასე თქვა, ხო? მაგრამ სახლი ხო უნდა ვიცოდეთ, რომ მზეს აიდან და როგორ უყურებს სახლი, როგორ დგას, ქარს როგორ ხდება, ხო? ამიტომ ის ქვაკუთხედი უნდა იყოს სწორად. პირველი ქვა არის ყველაზე მთავარი ქვა, შემდეგ იმაზე შეიძლება გავაკეთოს საძირკველი, თქვა, ანუ ქრისტეა საძირკველი, ეკლესიის ქვაკუთხედი და შემდეგ მასზეა დაშენებული წინასწარმეტყველები და მოციქულები და თქვენცო ახალი ხალხიო მასზე შენდებით და წამოიმართებით როგორც ერთი ახალი შენობა. ესე ამბობს, ვისითაც ერთი შენობა წყობრად ნაგები, წმინდა ტაძრად აღიმართება უფალში, რომელშიც თქვენც დამკვიდრდებით ღვთისსავანეთ სულით. და თქვენც აი ამ სულით, შვილობის სულით ხართ ამ ეკლესიის ნაწილები. გესმით? აი თქვენ ყველას ეკლესიის წევრებს ასე უნდა გესმოდეთ თქვენი წევრობა ეკლესიაში. რომ მოხვალ აი ხშირად ეს ძალიან ცუჩო აქვს მორწმუნეებს. მოვა და იქ სადღაც კუთხეში და იქ დადგება, დაიმალება. მე მესმის რომ თავდაბლობის გამო აკეთებს ამას ადამიანი, მაგრამ არა, ეკლესიაში რომ მოხვალ, შენს ეკლესიაში უნდა აი ისე იყო როგორც სახლში. უნდა მოქმედებდე, უნდა მონაწილეობდე, უნდა თამამიც იყო ამ გაგებით, ხო? სიტყვის თმაც შეგეძლოს, იმიტომ რომ ეს არის ერთი შენობა, ღმერთის სახლი, სადაც ყველანი ვართ ამის დაფუძნებული და დაშენებულები, როგორც სულით, როგორც მისი ქვები. ესმით? იმ იერუსალიმის ტაძარს, აი ჩვენ მაკეტის რომ ნახეთ იქ პოემის, იმ იერუსალიმის, იმ სიონის მთაზე მართლაც, როცა დავითმა, შემდეგ სოლომონმა განიზრახეს იქ ტაძრის აშენება, სოლომონმა აშენა, დავითს უნდოდა, მაგრამ ვერთ მოუთრო არაო, სოლომონი აშენებს. სოლომონმა მართლაც იპოვა იქ ის ბუნებრივი კლდე, რომელიც იმ სიონის მთაზე იყო. ნამდვილი კლდე, წვერი იმი და იმაზე აშენდა პირველი ტაძარი. და მართლაც ესე გამოვიდა, რომ ქრისტე გახდა შემდეგ ამ სულიერი ეკლესიის, სულიერი ტაძრის ქვაკუთხედი გამოვიდა იესო ქრისტე. ნახეთ, ეს ადგილი მინდა აუცილებლად გაჩვენოთ. სულ მალე დამთავრდება, ნუ ბევრი აღარ დაგვრჩა. ნახეთ, ეს არის იესაია წინასწარმეტყველის 22-ვე თავში. ნახეთ, როგორ ამბობს ღმერთი, ყველაფერი წინასწარმეტყველებია. ნახეთ, 22-ვე თავის მე-16 მუხლი. ამიტომ ასე ამბობს უფალი. ესაია ცხოვრობდა 7 საუკუნით ადრე, ხო ვიცი ჩვენ ეს. ასე ამბობს ღმერთი, უფალი ღმერთი. აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამოცდილი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საფუძველი, მასზე და დანდობილი არ წაიფორხილებს. ქრისტეზეა წინასწარმეტყველება, რომ ის იქნება ქვაკუთხედი ამ ახალი ტაძრის. და მესამე თავი ბევრი არ არის ეს და დავამთავრებ ბარემ ამ თავით. ნახეთ და ეს ხო თქვა პავლემ ეს თელი ეს წერილის არსი უკვე გვითხრა ამ ორ თავში. საერთოდ ეს ეფესელთა მიმართ წერილი გაყოფილია ორ ნაწილად. ჩვენც იმიტომ გაყავით. პირველი სამი თავი
გვეუბნება ამ ახალ ხალხზე, ამ საიდუმლოზე, რომ ღმერთმა წარმართებისგან და ებრაელებისგან შექმნა ერთი ახალი ხალხი, მისი ხალხი. და ბოლო სამი თავი, 4 მოხდე მე-6, გვეუბნება გვასწავლის როგორ უნდა იცხოვროს ამ ხალხმა. ხო? აი ეს ამ სულიერმა ხალხმა როგორ უნდა იცხოვროს და ეს მესამე თავი ამას ასრულებს და ნახეთ პავლე როგორ ამბობს. სწორედ ამიტომ მე პავლე იესო ქრისტეს ტყვე გავხდი თქვენთვის წარმართა გულისთვის. ეს სიტყვით ამბობს პავლე გადატანით მნიშვნელობით კი არ ამბობს. თქვენიო ეფესელების გულისთვის ან წარმართა გულისთვის გავხდი მე ტყვეო და მოციქულთა საქმეში ეს აღწერილია, რომ პავლე როცა იერუსალიმის ტაძარშია შესული, ჩასული ერთ-ერთ პასექის დასასწაულზე, ეფესოდან ჩამოსული ებრაელები იყვნენ იქო ტაძარშიო და დაინახესო პავლეო და აყვირდნენო ხალხო გვიშველეთო ესაო ის კაციო ვინ ჩვენ რჯულს შეურაცხყოფსო და წარმართები შეიყვანა მაგან ტაძარშიო რაღაც ტროფიმე ეფესელი და უნახიათ იქო ტაძარშიო და გონებიათ რომ პავლე მასთან ერთად ლაპარაკობდა პავლეო წარმართიო ეფესელიო და ეგონათო თურმე რომ პავლემ შეიყვანა ტაძარშიო დაუკითხავათო და ცილი დასწამეს ეფესელებმა დააბეზღეს პავლე ებრაელებმა ეფესოში ცხოვრებმა ებრაელებმა რომ ეგარიო ისაო ვინც ამრუდებსო ჩვენ რჯულსო და იქ შეიპყრეს პავლე ის იყო ის ტყვეობა რის გამოც მე შემდეგ პავლე მიდის რომში ნახეთ და აქ ამბობს პავლე რომ იერუსალიმში მისი მოკლა უნდათ და გამოსტაცებენ ხელიდან რომაელები და გააგზავნიან ჯერ კესარიაში გააგზავნიან კესარია იყო აი ქალაქი საზღვაო ქალაქი კესარიაში და კესარიიდან კიდე პროკურატორი პილატეს ადგილას ვინც არის აგზავნის უკვე რომში გემით პავლეს რადგან ხმა მიუვიდა რომ ჩასაფრებულები არიან ებრაელები და უნდა მოკლანო პავლე და პირველ აი მეორეს აი მეო ეფესელების გამო თქვენს გამო ვარ ახლა ტყვეობაშიო რომშიო და მინდა გთხოვოთ ერთი რამ მესამე თავი როგორ იწყება ამიტომ მე პავლე იესო ქრისტეს ტყვე გავხდიო და მეოთხე თავი დაახლოებით ისევე იწყება ნახეთ ამრიგად მე ტყვე უფლის მიერ რაღაც ლიტერატურული ხერხია და თან გვეუბნება თხრობის ხასიათს გვინჟღავნებს ნახეთ აი ჩვენ რაღაცას ყვებით ხოლმე რომ იცი რომ აი გუშინ რომ მივედი მე ეკლესიაში და მე უცბად გამახსენდება რომ აი იქ რომ მივედი ეს მოხდა თავარ აზრს რომ გადაუხვევენ ხოლმე ხო იცი ხანდახან ადამიანები აი განშტოებებს რომ აკეთებ ხოლმე აი პავლე ამას აკეთებს ზუსტად აქ და მეოთხე თავში ისე უბრუნდება იმას რომ მე ტყვე ქრისტეს თქვენს გამო ნახეთ და რას ამბობს აი რაზე გადაუხვია პავლე იმიტომ რომ როგორც ჩანს პავლეს გაახსენდა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გაახსენდა და ის უნდა თქვას და მე ისე უმობრუნდება იმასთან რომ ტყვე არის ის ეფესელების გულისთვის თუ კი ხსმენიათ აღმშენებლობა ღმერთის მადლისა რომელიც მომეცა თქვენთვის ანუ აღმშენებლობა ნიშნავს განგებულება აი საქმის წარმოება ამას ყო ის ეკონომია არის ბერძნული სიტყვა ესეთი რომ თუ გისმენია თქვენ აი განზრახვა ის დაგეგმა ღმერთის მადლისა რომელიც მომეცა თქვენთვის რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო როგორც უწინ მოგზირეთ კიდეს უკვე მოკლედ აი პირველ თავის მეცხრე მუხში ხო ამბობს რომ გვაუწყვა ჩვენ თავისი ნების საიდუმლო ხო თქვა უკვე აი აქ ამბობს რომ ხო რო ახსენეო პირველ უწინ ხომ მოგწერეთ რომ საიდუმლო მეუწყა ღმერთისგან რაღაცაო და მის წამკითხველთ შეგიძლიათ გაიგოთ როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო და პავლე გვიცხადებს ჩვენ მას გამოცხადებით რა საიდუმლო გაანდო ღმერთმა ხო აი რჩეული ჭური იმიტოა პავლე რომ ღმერთი უცხადებს მას იმ საიდუმლოებას რომლებიც საუკუნიდან იყო დაფარული არავინ არ იცოდა და თავად ანგელოზებმაც კი არ იცოდნენ ის ღმერთს როგორ უნდოდა ადამიანის გამოხსნა და რას უპირებდა გამოხსნილ ადამიანს და შეგიძლიათ თქვენ ახლა როცა წაიკითხავთ ამას გაიგოთ როგორ მესმის მე ეს საიდუმლო რადგან ეს საყოველთაო წერილია ეფესოს გარდა სხვაგანაც ბევრ ეკლესიაში წაიკითხავენ ამას რომელიც არ გამჟღავნებია კაცის ზეთა სხვა თაობებს როგორც აც გამოეცხადა სულით მის წმინდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს დღემდე არავის არასდროს ეს საიდუმლო არ გაცხადებია ახლა კი მოციქულებს და
თანამესხეულენი და თანაზეარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში სახარების მეოხები. აი ეს არის საიდუმლო. რომ წარმართებიც აი არმას და ზადენს რო სცემდნენ თაყვანს ცხეთაში ქართველები, ხო? ისინიც თუ გაიგებენ ქრისტეს შესახებ, როგორც მაშინ ებრაელებმა ჩამოიტანეს ცხეთაში ამბავი ქრისტეს ჯვარცმისა, ხო? ჩვენ ხო ვიცით ეს ყველაფერი პირველ საუკუნეში აკარგ. აი ისინიც კი თუ გაიგებენ და იწამებენ და შეიყვარებენ მამის ძეს, მარადიულ ძეს, ისინიც თანამემკვიდრენი, ანუ აღთქმა რაც ჰქონდა ისრაელს, იმის მემკვიდრენი გახდებიან, თანამესხეულენი, რაც ნიშნავს, რომ იმ ეკლესიის თანასხეულნი გახდებიან და თანაზიარნი იქნებიან მისი აღთქმისა. რაც ღმერთმა აღუთქვა ისრაელს თავიდან, იმის თანაზიარნი გახდებიან წარმართნიც. აი ეს არის საიდუმლო. აი ამიტომ ვართ ჩვენ ქართველები ქრისტიანები. ეს ვიწამეთ ჩვენ. იმიტომ რომ პავლე მოციქულის წერილები ძალიან, მოგიხართ, ცოტა დავიწყებულია ეკლესიაში. აი სახარებას კითხულობენ, წერილები ცოტა რთულად ეჩვენებათ ადამიანებს და აი ცოტა იშვიათად რომ წერილებს ჩაუღრმავდნენ, მაგრამ აქ არის ყველაფერი. აქ არის ყველაფერი. პავლეს წერილები გვიცხადებს ძველის და ახალის ურთიერთობას ერთმანეთში, ძველი აღთქმის და ახალის. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამის ცოდნა. რადგანაც რისი მსახურიც ვიქმენი, მეშვიდე მუხლით, რისი მსახურიც გავხდი მე, ღმრთის მადლის ნიჭისამებრ, რომელიც მომეცა მისი ძალის შეწევნით. მე უმცირეს ყველა წმინდანთა შორის მომეცა ეს მადლი, რათა ვახარო წარმართებს გამოუკვლეველი სიმდიდრე ქრისტეს. და მე მივიდივარ წარმართებთან, ამბობს პავლე მოციქული, და აი ამ საიდუმლოს ვუცხადებ მათ, რომ თქვენს წინა დაუცვეთელები, მოსეს ჯულს გარეთ ყოფნი, ის ვისაც ტაძარში არ გიშვებდნენ ებრაელები, თქვენს ამ აღთქმის და ამ შენობის, ეკლესიის შენობის თანამესხეულენი ხარ. აი მე ყველაზე მცირეს დამევალა ეს ამბობს პავლე მოციქული. და გამოუცხადო ყველას რა არის ზიარება საიდუმლოსი უკუნისამდე დაფარული ღმერთში, რომელმაც შექმნა ყოველი იესო ქრისტეს მეოხებით. რათაც ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ძეციულ მთავრობათა და ხელმწიფებად მრავალფეროვანი სიბრძნე ღვთისა. ნახეთ რას ამბობს? ახლაო ეკლესიის მეშვეობით ზეცაშიც კი მთავრობებს და ხელმწიფებებს, ანუ ანგელოზს და დასებს. ეკლესიის მეშვეობით გაიგებენ ისინიც რა არის ღმერთის ასეთი მრავალფეროვანი სიბრძნე. ანუ როგორ დაგეგმა მან და როგორ გამოიხსნა ადამიანი, თვით ანგელოზებსაც კი არ ქონდათ ამაზე არავითარი წარმოდგენა და ახლა ეკლესიას რო ხედავენ ანგელოზებიო, ისინიც ხარობენ რომ თურმე რა ქონდა ამ დიდებულ ღმერთს ჩაფიქრებული ადამიანის გამოსახსენად, ხო? როგორ ნახეთ ეს არის ეს ადგილი მინდა გაჩვენო პეტრე მოციქულის ეპისტოლეშია ეს რომ ანგელოზებს ბოდიში ებრაელთა მიმართ ეპისტოლეშია პირველ თავში ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში რომ ანგელოზებიცო ამ საიდუმლოსო რო ჭრეტენო აი ეს ყელმოღერებული იჩქერებიან რომ იქნება დავინახოთო მეტი გავიგოთო იმდანაც ანგელოზებმაც კი არიციანო იმდანაც დიდებული და წარმოუდგენელი რამე იყო ის რაც მამამ ძემ და სულმიწმინდამ განაგო აი ეკონომია მათი ასეთი იყო გესმით და ანგელოზები ყელმოღერებით უცქერენო და ვერ წვდებიანო ამ საიდუმლოს გესმით აი ახეთ ადამიანებზე როგორი წყალობა მოიღო ღმერთმა ნახეთ ერთი ადგილი მინდა მე ადრე ეს თქვენ გაჩვენეთ მაგრამ კიდე მინდა წაგიკითხოთ რომ განვამტკიცოთ ეს ჩვენი ცოდნა რომ ვიცოდეთ აი მთელი სისხლით ქონეთ წარმოდგენა ნახეთ ტიტეს არის ესეთი ეპისტოლე ტიტეს მიმართ ახალ აღთქმაში და ერთი მუხლია თავიდან ასე იწყება რომ მეო პავლეო ღვთისმოსაობის თანახმად გწერთ ამას რასაც გწერთ და ნახეთ რას ამბობს იმ იმედის გამო რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნო ჟამთა უწინარეს როგორ საინტერესო წენდება ნახეთ იმ იმედის გამო რომელიც მე ახლა მეც გავიგეო
რომელიც აღუთქვა, ეს სიტყვა წერია აღუთქვა. ანუ ვიღაცას აღუთქვა. აღუთქვა ხო ამას გვეუბნება. ხო, შეპირდა საუკუნო ჟამთა უწინარეს. საუკუნო ჟამი რას ნიშნავს? საუკუნო ჟამთა უწინარეს არის მარადიულობა. არა, როცა დრო არ არსებობდა ჯერ, როცა სივრცე არ არსებობდა, სამყარო არ არსებობდა. აბა ვინ ვის აღუთქვა? ხო, ანგელოზებიც არ იყვნენ შექმნილი მანამდე. ჯერ. არც ანგელოზებდაზე იყო შექმნილი, არც სამყარო და არავინ. მაშინ ვინ ვის აღუთქვა? მამამ აღუთქვა ძეს, აი ეს რაც მოხდებოდა. გესმით? და პაოლე ამბობს, რომ ახლა გაგვეცხადა ჩვენ და ზეციურ მთავრობებს და ხელისუფლებას, ზეციურ და დას, 900 ანგელოზებს, იმათმაც ახლა გაიგეს ეს. აი ამ ერთ წინადებას, რომელიც მე ხა წავიკითხე, ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ საოცარ სიღრმეს იტევს ის ერთი წინადადება. საუკუნო ჟამთა უწინარეს არის დრო, როცა ჯერ არაფერი არ არსებობდა. და მაშინ ვიღაცამ ვიღაცას აღუთქვა, აი ეს გამოხსნის განგებულება, ვინ იყო ეს? მამა, ძე და სული წმინდა. აი ეს სამი პირი. რათაც ეკლესიის მეშვეობის ეუწყო ზეციურ მთავრობებს და ხელმწიფებებს მრავალფეროვანი სიბრძნე ღვთისა საუკუნო წინასწარ განჩინებისამებრ, რომელიც აღასრულა მან უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მიერ. საუკუნო წინასწარ განჩინება იყო ეს. ღმერთმა წინასწარ იხილა ყოველივე, წინასწარ დაინახა, წინასწარ განაჩინა და ახლა ქრისტე იესოს მიერ აღასრულა ეს ყველაფერი, რაც მან ჩაიფიქრა, და მარტივი სიტყვა, უბრალო სიტყვა, მაგრამ წინასწარ განიზრახა მან ჩვენს მიმართ. ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით. ანუ ქრისტეს იესოს მიერ გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა, მამასთან მიახლებისა რწმენით. დაგეთ როგორი სიტყვა, როგორ წინადადება? ჩვენ გვაქვს სიმტკიცე და იმედი, რომ მამას მივიახლებით, ვისი რწმენით? ქრისტეს რწმენით. ვერავინ ვერ მივა მამასთან ძის გარეშე. ხო ამბობს თავად ქრისტე. ვერავინ იხილავს მამას, მივა მამასთან ძის გარეშე. და ამას პავლე მოციქულიც აქვს. ნახეთ და ეხლა ეს არის მესამე ლოცვა. ორი ლოცვა ხო უკვე წავიკითხეთ, ეს არის მესამე ლოცვა, ახლა მესამე თავის ბოლოს. ამიტომაც გევედრებით, ნუ შედრკებით თქვენთვის ჩემი წუხილის გამო, რომელიც არის დიდება თქვენი. ეფესელები წუხან, რომ აი ჩვენი მოქალაქეებმა დააბეზღეს, დააპატიმრეს და ჩვენს გამო აი ეს დიდებული ადამიანი, რომელიც 3 წელიწადი გვასწავლიდა, აქ იყო ჩვენთან გვიქადაგებდა, გაგვიმარტავდა, აი ახლა ტყვეობაშია რომში. პავლე უნება, ამიტომაც აი ეს დიდებული რამე მოხდა ჩვენს თავს. ხო და ამიტომაც წუხილი რასაკადრისია, ამიტომაც გევედრებით, ნუ შედრკებით, ჩემი პატიმრობის გამო, თქვენს გამო ეუნება პავლე. სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მამის წინაშე. ვის მიერაც სახელდება ყოველი მამობა, მიწაზეც და ცაშიც. მოდი აი ეს ორი მუხლი გავარჩიოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ამიტომაც პავლე ამბობს, რომ მუხლს ვიყრი უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მამის წინაშე, რომ ვის მიერაც სახელდება ყოველი მამობა, მიწაზეც და ცაშიც. რას ნიშნავს ეს? ქრისტე ხო ამბობს სახარებაში, მათეს სახარებაში რომ არის, რომ არავის უწოდოთ მამა, რადგან ერთი ყავთ მამას ეცაში. პავლე ამბობს, მის მიერ სახელდება ყველა მამობა ამ ქვეყანას. ანუ ქრისტე გვიგრძელავს, რომ მამას მამა დაუწოდოთ, ხორციელ მამას. ხო, ანუ გდელს მაგალითად როცა ბერს როცა მამა იოანე ვეუნებთ, არ შეგრძალულია? ხშირად ხო მამას გვეუნებ, ბრალს გვდებენ რომ მამას რა წოდა. ეს არ არის აკრძალული. აი იმიტომ პავლე გვიხსნის რომ მე ანუ პროტოტიპი მამობის, პროტოტიპი რას ნიშნავს? პროტოს არის პირველი და ტიპოს კიდე ტიპი, ხო პირველი სახე. ანუ პირველი სახე. ანუ არსებობს ყოველთვის პროტოტიპი რაღაცის და შემდეგ იმისგან განმეორებით შექმნილი რაღაცები. ხო მასეა? ხო? მაგალითად აი ხა ჩვენ რომ გავაკეთოთ ხელოვნური მზე, პროტოტიპი არის ის მზე, რომელიც ზეცაშია, ხო? ეს არის მისი მსგავსი. შეიძლება ამასაც მზე უწოდოთ პატარა ადგილას, მაგრამ პროტოტიპი არის ის ნამდვილი მზე, ხო მასეა? ამიტომაც პავლე გვეუბნება, რომ
მუხს ვიყრი მამის წინაშე რომლისგანაც იწოდება ყველა მამობა ამ ქვეყანაზე. ანუ მაგალითი მამობისა ის არის. კი მე ჩემი შვილი მამას მეძახის, მაგრამ მე უნდა ვიცოდე რომ ნამდვილი მამობის პროტოტიპი მაგალითი ის მამა. და მე თუ მინდა რომ ნამდვილი მამა ვიყო ჩემი შვილისთვის, იმ მამის მსგავსი უნდა ვიყო ჩემი შვილისთვის. გასაგებია? აი ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ. აი ეს არის მთავარი. აი ღვთისმოსაობაზე რომ ვილაპარაკე ჩვენ ტიმოთეს მერტეპისტოლში, იქაც ეს აზრია გატარებული რომ პროტოტიპი ყოველთვის, აი წყლის პროტოტიპი, რომელიც არის მადლი ღმერთის, ხომ? მახსოვდეს რომ ის არის პროტოტიპი. პურს რო უყურე, პროტოტიპი ნამდვილი არის ზეციური პური, რომელიც გამოვიდა ზეციდან და პავლე ამას ამბობს. აი ამ ადგილას მამის წინაშე როცა ამბობს, ბერძნულში წერია პატრია, პატრია. პატრია ნიშნავს მამობას, ნათესაობას, გესმით, მამობა, ნათესაობა ან დიდ ოჯახს. ხო? რომ ჩვენი დიდი მორწმუნეთა, ასე ვთქვათ, ოჯახის მამა არის ზეციური მამა, მამა ღმერთი და იმის წინაშე ვიყრი მუხს. ასე რომ მამის დაძახება აკრძალული არ არის ამის პამიდოდები. ოღონდ უნდა გვესმოდეს ნამდვილი მამა, პროტოტიპი მამობის ვინ არის? ზეციური მამა ჩვენი. და რატომ იყრის მუხს? ახლა ამას ამბობს პავლე, სულ 5 მუხლიღა დარჩა. რატომ იყრის მუხს მამის წინაშე, ზეციური მამის წინაშე? რათა მოგცეთ თქვენ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ ძალა, რომ მისი სულით მტკიცედ დაემკვიდროთ შინაგან კაცში. შინაგან ადამიანში იყო დამკვიდრებული, ანუ ჩვენი რწმენა ხო ჩვენ შიგნით არის. რწმენა ხომ გარეგნული არ არის პირველ რიგში, ხო? ჩემ შინაგანშია, გულშია, შინაგან სამყაროშია ჩემი რწმენა. ამიტომაც ამბობს რომ აი ეს კაცი, რომელიც შინაგანად დაიბადა თქვენში როგორც ახალი ადამიანი, იმაში დაემკვიდრეთ. გარეგნულ ადამიანს რა უნდა ყოველთვის? გარეგნულ ადამიანს უნდა გარეგნული ნივთები, ხო? გარეგნულ სამყაროსთან ურთიერთობა, მიწიერთან ურთიერთობა, ხო? გარეგნულ არა, რომ მოგცეთ თქვენ ძალა, რომ შინაგან კაცში დაემკვიდროთ. და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში. რათა სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ ყველა წმინდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძესა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა და რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსები. და ქრისტემ აი ამ შინაგან კაცში დამკვიდრებით, თქვენ შინაგანი თვალით, სულიერი თვალით დაინახოთ ქრისტე. რომ დამკვიდრდეს ქრისტე თქვენში, რომ შეიცნოთ ვინ არის თქვენი უფალი. ხო? და სიყვარულით დამკვიდრებულთ, აი ეს სიტყვა, რომელიც იქ წერია ორიგინალში, წერია სიყვარულით ჩაფესვიანებულებს. აი ეს სიტყვა ნახმარი. აი მეურნეობიდან მიწათმოქმედების სიტყვა აღებული, სიყვარულით ჩაფესვიანებულები და დაფუძნებულები კი შამშენებლო სიტყვა. აი როგორც შაინობას დააფუძნებთ, აი თქვენ ეკლესიაში ყველა წმინდასთან, ყველა სხვა მორწმუნესთან ერთად შეგეძლოთ რომ ჩაწვდეთ სიგრძეს თუ სიგანეს, სიღრმეს თუ სიმაღლის წვდომა აი ამ განგებულებისა. ამას ასეთი ახსნა აქვს. აი ამ ღმერთს, აი ხო ნახეთ ღმერთს რა უნდა ჩვენს მიმართ. რომ შეძლოთო სიგრძის და სიგანის წვდომა ამისიო. რა როგორ გავიგოთ ეს? სიგრძე როდის ჩაიფიქრაო ღმერთმაო? უსასრულობაში. დღემდე. ეს არის სიგრძე ღმერთის განგებულების, ხო? აი გონება რომ ვერ მიწვდება, აი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დრო რო არ იყო, ის რა დროა? ხომ შეუძლებელია რომ მიხვდეთ რა სიგრძე აქვს ამ განგებულებას? სიგანე რას მოიცავს? რომ თელ სამყაროს მოიცავს, მიწიერს თუ ზეციურს და შემდეგ ამობს სიღრმის თუ სიმაღლის წვდომა. სიღრმე რას გვახსენებს? რა სიღრმეზე დამდაბლდა ის, ვინც ამ ჩანაფიქრში მონაწილეობდა, ანუ ძე ღმერთი, რა სიღრმეზე ჩამოვიდა და სიმაღლე რა სიმაღლეზე აიყვანა ის, ვინც გადაარჩინა, სად აიყვანა ამ სიღრმეზე ჩამოსულმა. რომ თქვენ შეიცნოთ ქრისტე და გაიგოთ აი ეს ამ განგებულების სიგრძე, სიგანე,
სიღრმე და სიმაღლე, რომელმაც მოიცვა მთელი სამყარო. ნახეთ, რაც ყველაფერს შემეცნებას აღება, რომ ყველა შემეცნებას კიდევ რაც აღემატება, შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღიუსოთ ღვთის მთელი სავსებით. ქრისტეს სიყვარულის შეცნობა შეიძლება მე რომ მიყვარდეს თუ მას როგორ უყვარვარ. რას გულისხმობს? შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რას ნიშნავს? მას როგორ უყვარვართ ჩვენ? მას როგორ უყვარვართ? აი ამას თუ შევიცნობთ, ეს არის ყველა შემეცნებაზე უფრო დიდი შემეცნება და მაშინ აღვივსებით ღვთის მთელი სავსებით. აი მთელი ღმერთის ამ განგებულის მთელი სისავსე შემოდის მაშინ ჩვენში და ხვდებით რა გააკეთა ძე ღმერთმა ჩვენთვის და ასეთ ადამიანს აი ესე იმას მიმოვიდნენ. შეიძლება ასეთ ადამიანს ერთი თვე გაძლოს ცოდვის გარეშე. თუ ამას ადამიანი შეიცნობს, მართლა გვეძლევა ძალა რომ ცოდვა აღარ ჩავიდინოთ. ან თუ ჩავიდენთ, იქ ვეღარ დავრჩებით. თუ ჩვენ შევიცნობთ ქრისტეს სიყვარულს და რა აღასრულა მან ჩვენთვის, ცოდვაში დარჩენა შეუძლებელია. აი იოანე მოციქულის წერილებში ხვარის რომ ხელახლაშობილი აღარ ასწოდავს. ადამიანები ფიქრობენ როგორ აღარ ასწოდავ, კიდევ წოდავ ჩვენ. აღარ ნიშნავს ის ფორმა გრამატიკული რაც იქ ნახმა, ნიშნავს რომ აღარ შეუძლია დარჩენა იმ ცოდვაში. შეიძლება შეეშალოს მას, მაგრამ იქ ვერ დარჩება, არ შეუძლია. უკან მიბრუნება შეუძლებელია. გესმით? აი თქვენ როგორ შეგიძლია გაიგოთ ხელახლაშობილები ხართ თუ არა? თქვენ თუ უკან მიბრუნება აღარ შეგიძლიათ იმ ცხოვრებისკენ, ესე იგი ხელახლაშობილი ხართ. ეხლა ესე იგი თქვენ აუცილებლად ცხონდებით. ესე იგი თქვენ აუცილებლად მიაღწევთ სასუფეველსაც, იმიტომ რომ ხელახლაშობილი ვეღარ დაბრუნდება უკან ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. და ბოლო ორი მუხლი ხოლო მას ვისაც ჩვენში მოქმედი ძალის შესაბამისად განუზომლად უფრო მეტის ქმნა შეუძლია ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვიაზრებთ დიდება ეკლესიაში ქრისტე იესოს მიერ ყოველი თაობის მიმართ უკუნითი უკუნისამდე ამინ. ხოლო მას ვის ამბობს? მამა ღმერთს, ხოლო მას ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით, რომელი ძალა მოქმედებს ჩვენში? სული წმინდის ძალით განუზომლად უფრო მეტის ქმნა შეუძლია ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი პატარა გონებით ან ვიაზრებთ დიდება ეკლესიაში ვის მიერ? ქრისტე იესოს მიერ. დიდება ღმერთ ჩვენ შეგვიძლია შევწიროთ მხოლოდ ქრისტე იესოს მიერ. სხვანაირად ჩვენ ღმერთს ვერ მიწვდებით. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ღმერთს უთხრათ რაიმე ქრისტეს გარეშე. აი როგორ უნდა უთხრათ? იმიტომ რომ ჩვენ ღმერთი ვიხილეთ ქრისტესგან. ქრისტესგან გაგვეცხადა ღმერთი, ხო? აი ღმერთს რა უნდოდა ჩვენს მიმართ, აი რაც ეს სამი თავი რაც წავიდეთ, ქრისტესგან დავინახეთ. ამიტომ ამბობს რომ მას ვისაც აი ამ ძალით, სული წმინდის ძალით წარმოუდგენელი რაღაცების გაკეთება შეუძლია ჩვენში დიდება ქრისტე იესოს მიერ, იმიტომ რომ უფლის დიდები ჩვენ ვადიდებთ მის მომავლინებელ მამას ზეცაში, ხო? აი, ნახეთ, ერთ-ერთი სასწაული რომ განუზომლად უფრო მეტის ქმნა შეუძლია ვიდრე ჩვენ წარმოიდგენია. ვინ წარმოიდგენდა ქრისტეს შობამდე რომ ებრაელებისგან და მთელი მსოფლიოს წარმართებისგან ერთი ხალხი შედგებოდა. ხო წარმოუდგენელი ამბავია. კი, ხო და წინასწარმეტყველებით ღმერთი ნელ-ნელა გვიცხადებდა იმას რაც მოხდებოდა, მაგრამ ეს წარმოუდგენელი სასწაული იყო რაც მოხდა, ხო? რომ მთელი მსოფლიოს ადამიანებში ქრისტეს მოძღვრება იპოვიდა კერას, ხო? გესმით? აი ეს არის, რომ მამას შეუძლია სულიწმიდით განუზომლად უფრო დიდად იმოქმედოს, ვიდრე ჩვენ გონია. კიდევ ერთი სასწაული ამის ნათელი დასტური. ვინ წარმოიდგენდა 1900 მაგალითად ებრაელების დაბრუნება ისრაელში დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოს. 1882 წელს დაიწყო დაბრუნება. ვინ წარმოიდგენდა მე-20 საუკუნის დასაწყისში 1920 წელს დაუშვა, რომ ისრაელი როგორც სახელმწიფო იქნებოდა ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო აღმოსავლეთში. ვინ წარმოიდგენდა ამას? იქ ცხოვრობდა სულ 5000, მაქსიმუმ 5000 ებრაელი ცხოვრობდა აი ამ ტერიტორიაზე, მეტი არა, წარმოგიდგენიათ? ვინ წარმოიდგენდა რომ ისრაელი დაებრუნებდა ტაძრის ტერიტორიას, იერუსალიმს მთლიანად და მთელი ტერიტორია დღეს რომელიც ისრაელს აქვს, არის ის ტერიტორია, ის საზღვრები, რომელიც ბიბლიაშია. გესმით?
და რომელიც მათ 20 საუკუნე არ ქონდათ. თითქმის 20 საუკუნე. როცა მაინც დააქცია. აი ხედავთ, მას თავისი ძალით, სულიწმიდის მოქმედებით განუზომლად უფრო დიდის მოქმედება შეუძლია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამიტომაც უნდა გვწამდეს ისიც, რაც მომავალში გველის ჩვენ და რაც ნაწინასწარმეტყველებია მის მეორედ მოსვლის შესახებ. აი მე მგონი დღეს ამ დავასრულოთ, იმიტომ რომ ბევრია, მაგრამ მე მგონი მაინც მოვასწარით მნიშვნელოვანის გაგება. იცი აქ კიდევ პავლე მოციქულის არ იყოს, აქ მე შემეძლო ერთ 20-25 ადგილას გადამეხვია კიდევ სხვა თემები ჯობა. ძალიან შორს ბევრს წაგვიყვანდა ეს, მაგრამ თავარი ხომ გავიგეთ. თავარი ის თქმა უნდა პავლეს, რომ ორი ხალხისგან შეიქმნა ერთი ახალი ხალხი, ქრისტეს ეკლესია და მეოთხე, მეხუთე, მეექვსე თავებში უკვე პავლე გვასწავლის და მოგვიწოდებს როგორ უნდა იცხოვროს ამ ხალხმა ღვთის სათნოოდ. ანუ კეთილი საქმეებისთვის ხართ შექმნილიო ხო გვეუბნება? აი გვასწავლის ეს კეთილი საქმეები რა არის. იქვეა კიდევ ის ცნობილი თავი, რომელიც ჯვრის წერაზე იკითხება, რომ ქმარი უნდა იყოს ცოლის მორჩილი, ცოლი ქვის მორჩილი, რადგან ეს არის ქრისტეს და მისი ეკლესიის ურთიერთობის სახე, ხო და? შემდეგ საუბარი შეგვიძლია ის ბოლო 3 თავიც განვიხილოთ. დიდება ღმერთს. გაიხარეთ.